რას წარმოადგენს AI კაცობრიობისთვის? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, ეს საფრთხე უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. საფრთხე იმის, რომ მაგალითად დაიკარგოს სამუშაო ადგილები. მან მოახერხა, რომ რაღაც ერთ კვირაში, რამდენიმე დღეში თუნდაც ის შეცდომები იპოვა, რასაც 20 წელია ვერც ერთ დეველოპერი ამდენ კომპანიაში ვერ ამჩნევდა. ალბათ ხარჯავთ $15,000-მდე თვეში მხოლოდ $200-ით. ხა უკვე ამ AI-მ გახადა საჭიროდ, რომ ყველაფერს შერკავდა ცოტ-ცოტა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება ადამიანის მართვა. უკვე გაჩნდა ხალხი, ვინც სტატიებსაც AI იწერს და ხალხი, რომელიც სტატიებს AI იკითხულობს. ხელოვნური ინტელექტი რეალურად უნარების ატროფიას იწვევს. მაგრამ ეგრეთ თეორიულად ხო შემიძლია მეც გედავო, რომ კალკულატორი იწვევს გამოთვლის უნარის ატროფიას. ქონდა საუბარი NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერთ-ერთთან და არის გათვლილი 2 ტრილიონზე მეტი ჩაიდება დაიხარჯება ხელოვნურ ინტელექტში მსოფლიოს მასშტაბით. არა, ეგეც თუ გავუშვათ, მაშინ ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანის განვითარებული ვერსიაა და მაშინ ჩვენი ადგილი სადღა არის. და რომ მისო დავალება რომ მოაგვარეს სიღარიბე მსოფლიოში. რა ვიცით რომ ეს ადამიანების განახევრებით არ დაიწყოს. რაც ეხება რობოტების შიზე, მე მგონია რომ რობოტი საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ჩამოვრჩებით და ჩამორჩენა ისეთი იყოს, რომ ვერ შევდოთ ამოსვლა აქედან ვერასდროს. გამარჯობა მეგობრებო, გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე და დღეს ვილაპარაკებთ ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი არის ისეთი რაღაცა, რაც ჩემში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებას და შიშს. ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა, მოდი რომ დავაზუსტოთ, ვისაუბრებთ გადაცემის სტუმრებთან ერთად, ავთანდილ ღებრიშვილი, რობოტიკის ასოციაციის დამფუძნებელი და გიორგი ლუბარეცი, პროგრამული ინჟინერი. გამარჯობა მეგობრებო, მადლობა მოგზაურობისთვის. პირდაპირ საქმეზე გადავიდა, შენ ძალიან ბევრს წერ და კითხულობ Facebook-ზე, ან შენ და ბექა ზაქაიძეს ვთქვათ, გაფოლოვებთ და ამ თემას თქვენ ბევრს წერთ რა. მაგალითად, ეხლა ბოლოს რაც ხდება ანთროპიკთან მიმართებაში, ანთროპიკ შეერთებული შტატების მთავრობამ პრაქტიკულად აუკრძალა თავისი პროდუქციის გაყიდვა უცხოელებზე რა. ნელ-ნელა, ანუ სწრაფად პრინციპში ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა ხდება მიმართულებები, რომლებიც შეიძლება დაახლოებით აი შეარაღებათ არ ბოლას შევადაროთ, რომელიც ცივი ომის დროს არსებობდა და თან სოფლიოში ხა რა პროცესებს მიმდინარეობს მისგან დიდ განსხვავებებს ვერ იპოვი რა. რამდენიმე ცხელი ომია და ნელ-ნელა სოფლიო თავისუფალი ვაჭრობიდან ისევ რაღაც ჩაკეტილ სისტემებს შეიძლება დაუბრუნდეს რა. პირველ რიგში დავიწყოთ რა კითხვით, რას წარმოადგენს AI კაცობრიობისთვის, არის ეს გამოწვევა, არის ეს საფრთხე, თუ პირიქით ეს არის რაღაც დამხმარე საშუალება. ვართ ახალი ინდუსტრიული რევოლუციის წინაშე ყველა ვარიანტში, მაგრამ რას მოიტანს ეს ინდუსტრიული რევოლუცია, რას მოუტანს კაცობრიობას და ნუ პირობითად ჩვენ ქვეყანას ასე. ყველაფერი ერთად არის ნებისმიერი რევოლუცია, რომელიც ხდება, მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური რევოლუცია, ესეც ყველაფერი ერთად არის გააჩნია, როგორ მოიხმართ და გააჩნია რა საშუალებებს მოგცემს ეს, ხო? ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, კონკრეტულად პროგრამირებაში და software-ში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუცია, რაც კი ოდესმე მომხდარა ამ ინდუსტრიაში, ხო? პროგრამისტების ძალიან დიდი ნაწილი ყოველდღიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა წეროს კოდი მათ მაგივრად. ანუ ეს არის ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ შენი ადამიანის ენით უთხრა მისე დავალება რაღაცა პროგრამას, რომელიც შენ მაგივრად შეასრულებს ამ დავალებას. ეს ხელსაწყო უკვე არის დასავლეთში ძალიან ბევრ ბიზნესში უკვე გამოყენებული არის სხვა ტიპის ავტომატიზაციებისთვის და მხოლოდ ზრდას დაიწყებს. რაც და კი ნამდვილად არსებობს საფრთხე, ნამდვილად არის საფრთხე იმის, რომ მაგალითად დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ბევრი ადამიანი შეიძლება ჩანაცვლოს ან აღარ იყოს საერთოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მაგალითად მე იმ სისწრაფით კოდის წერა არ შემიძლია, როგორც შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. ან არ შემიძლია იგივენაირი ტიპის კვლევები ვაწარმოო იმ მასშტაბით, რასაც შეუძლია რომ ავტომატურ ხელსაწყოს, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი, აწარმოოს. და კი მოხდა ასეთი რაღაც, რომ ამერიკას შეეზღუდა, ამერიკულ კომპანიას შეეზღუდა ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული მოდელის უცხოელებზე მიყიდვა, რაც შეეხო მათ შორის თავის თანამშრომლებსაც, შეეხო ბევრ ბიზნესს ევროპაში და შეგვეხო მათ შორის ჩვენც.
მე პირადად შემეხო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ამ მოდელის გამოყენება, ხო? Fables იყენებდა. Fables კი. თუმცა დიდი ინტეგრაცია ამისი, რა თქმა უნდა, არ იყო სწრაფი, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 დღე იყო ხელმისაწვდომი იქამდე სანამ წაგართვეს სათამაშო. ხო, სამ წაგვართვევდნენ, თუმცა ეს ჩემი აზრით ამ Fable-ის შესახებ ზედმეტი რეაქცია იყო, იმიტომ რომ სხვა მოდელებიც საკმარის რისკებს წარმოადგენენ თუ იმ მიზეზს დავაკვირდებით, რის გამო აკრძალეს, სხვა მოდელებიც არსებობს, რომელიც იგივეს აკეთებენ ზუსტად. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, ეს საფრთხე უკვე დიდი ხანია რაც არსებობს და დიდი ხანია რომ საჯაროდ ხელმისაწვდომია ეს საფრთხე როგორც ამერიკისგან, ისე ჩინეთისგან. თუმცა ხო, მნიშვნელოვანია როგორ გამოვიყენებთ ამ მოდელებს, როგორც ნებისმიერი ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია რევოლუციის მოხდენა, შეგიძლია კარგისთვის გამოიყენოს, შეგიძლია ცუდისთვის გამოიყენოს, თუმცა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ვხედავთ განსაკუთრებულ საფრთხეებს, რაც უკვე თვალსაჩინო, ხო, ასეთი საფრთხეები არსებობს უკვე ალბათ 2 წელია და ჯერ კიდევ არსებობს. ხო, აი ხა ვართ ისეთ გარდამავალ პერიოდში, აი 2 წლის წინ რო გეთქვა დეველოპმენტი და პროგრამირება იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და AI-ის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა და ეხა 2 წლის თავზე ვართ ისეთ გარდამავალ პერიოდში, რა პერიოდშიც რთულია ანონსის გაკეთება, ეს დღეს მოხდება, ხვალ მოხდება თუ რადიკალურად როდის შეიძლება რომ ამოაბრუნოს კიდე ყველაფერი. ჩვენი გაცვლებით, ჩემი პირადი გაცვლებით ალბათ ეს ტექნოლოგია თუნდაც აი Fable-ის ნაწილი აღვთ, ეგ მითოსის ერთ-ერთი რაღაცა დანერფილი დაპატარებული ვერსია არის იდეაში, იმიტომ რომ მითოსი ხელმისაწვდომი არ გახადეს. მაგაზე ძალიან ბევრი ილაპარაკეს, რა შეუძლია მითოს, რა ტიპის მონაცემებს ტეხავს, რა სამოწმებს, როგორი ტიპის პრობლემები იპოვა ისეთ სისტემებში, რომლებიც 20 წელია მაგალითად ჩვენ თითოეული ადამიანი ვიყენებთ, მობილური იქნება ეს კომპიუტერი, ლეპტოპი თუ ასე შემდეგ და მან მოახერხა რომ რაღაც ერთ კვირაში, რამდენიმე დღეში თუნდაც ის შეცდომები იპოვა, რასაც 20 წელია ვერც ერთ დეველოპერი ამდენ კომპანიაში ვერ ამჩნევდა. ხო, ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას და იმის თქმის საშუალებას, ასე ვთქვათ, რომ საკმაოდ ძლიერ მოდელებზე არის საუბარი, თან ერთდროულად ეხა გარკვეულ ადამიანს რაღაც კონკრეტული რაღაც არეალი აქვს, ან კონკრეტული ცოდნა აქვს, რომელიც კარგად ესმის, კარგად იცის და იმ მიმართულებით განსაკუთრებით შეუძლია, რომ ის ინფორმაცია კარგად დაამუშავოს და იქ თუ რაღაცა ხარვეზე არის აღმოაჩინოს, მაგრამ აქაა საუბარი, რაც უბრალოდ გიორგი მისაუბრა, რომ ერთდროულად შეგიძლია ბევრი მიმართულების აგენტი ყავდეს, AI, შე როგორც ორკესტრატორი, ასე ვთქვათ, მართველი, მის ერთდროულად დავალება თუნდაც ეხლა სტუდიაში როცა ვარ, რაღაც კონკრეტული საქმეები ვაკეთებინოთ და ეს როგორც ადამიანური ნაწილის შემცირებას აუცილებლად გულისხმობს, ისე მაგალითად იმ საფრთხეების გაორმაგებას, გაათმაგებას, რაც შეიძლება რომ ადამიანს ტექნიკურად დაეშვა. კი ბატონო, გიორგი, სანამ სტუდიაში შევხვდებით, მანამდე შენ საუბრობდი, რომ ეხლა კი შენი აგენტი რაღაცას აკეთებს. აი, პირობითად თუ შეგიძლია გითხრათ, თვეში რამდენი გეხარჯება და რამდენად გიოლებს ან ხელს გიწყობს შენს საქმიანობაში. თვეში სადღაც $400-მდე იხარჯება, ეს არის ძირითადად გამოწერები არის კონკრეტული კომპანიების, ანუ OpenAI-ის და Anthropic შემთხვევაში, ყველაზე მაქსიმალური გამოწერის კიდევ არ შეგიძლია $200-იანი, ამიტომ შეიძლება ორივე დამჭირდეს, ანუ $400-მდე. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ფასი არის საუბარი იმაზე, რომ სუბსიდირებული ფასია. ამიტომ რეალურად ეს კომპანიები შეიძლება მეც იხდიდნენ, მეც ხარჯავდნენ ჩემი $200-ზე, აქედან პროფიტ შეიძლება ვერ შეულობდნენ. ნუ $400 დაახლოებით. რეალური ფასი მაშინ. რომ ნახოთ, მაგალითად, შევადაროთ უშუალოდ ნედლი ფასები, რომ ნახოთ რა ზღირს ისე გამოწერის გარეშე რომ იყიდო ეს მოდელები ჩემთვის მაგალითად სადღაც ალბათ ხარჯავთ $15,000-მდე თვეში მხოლოდ $200-ით. ხო, ამ გამოწერით. რამდენად სიმართლე არის, რომ სუბსიდირებულია თუ არა, არ ვიცით, უბრალოდ ნედლ ფასებში რო შევხედოთ, ამდენი იჯდება, ხო? ეს შეიძლება კომპანიების სტრატეგია რაღაც ხანი სუბსიდირებული აქვს, რომ კლიენტი მიზიდონ და მე უკვე რეალური ფასებია, ხო? თუ შეიძლება, უბრალოდ ნახეთ, ბიზნესები ხა მე პირადი გამოყენების ვიყენებ და მათ შორის ბიზნესებში ვიყენებ, უბრალოდ მე პატარა მოთამაშე ვარ, ამიტომ შეიძლება რადარის ქვეშ დავფრინო იმათთვის, რომ არ დამბლოკონ, რომ ბიზნესებში ვიყენებ, მაგრამ მაგალითად ბიზნესები, რომელსაც აუცილებელია კონკრეტული კონტროლები ამ მოდელების, ისინი ნედლ ფასებში იხდიან. მე ერთი ადამიანი, რომელსაც ვხარჯავ მაგალითად $15,000-მდე, ბიზნესები მაგას რეალურად იხდიან ამდენს და გაცილებით მეც იხდიან, ხო? ხო, ნამდვილად ასე არის, ჩემი მოდელი აგენტები დღეს მუშაობენ, ახლა შემიძლია მათ შორის მობილურიდანაც რომ მივიცე დავალება, ნახო რა პროგრესს აკეთებს და მიმართულება მივიცე რომ ახლა ამის გაკეთება მინდა, ამიტომ ხო შემიძლია რომ გადაცემაში მოვიდე ისე რომ თან მუშაობდე პარალელურად, ხო? ამის ასეთი მსგავსი რაღაცის გაკეთება მე წარმოდგენია ჩემთვის როგორ შეიძლება რომ ეს აღარ მქონდეს. ანუ იმდენად
ნიშნულოვანი shifti არის ეს პროდუქტიულობაში, ამის გარეშე იქნება დრო, აი როგორც პირველი პროგრამირების კოდის წერის პირველი ის რო იყო punch card-ები რო იყო, დაახლოებით ეგეც მაგაზე დაბრუნება იქნება ალბათ ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ხო, შენ ამაზე ვერ დაბრუნებ. ბუნებრივია ეგ პროგრესის ნიშანი სწოდეგაა, რომ რაც უნდა შეეწინააღმდეგო, მაინც ვეღარ ჩააბრუნებ რა. ავტო შენთან როგორა რამდენი და როგორ იყენებ, რაში იყენებ ძირითადად? მე ხა პროგრამირების მიმართულებით, ასე ვთქვათ, ჩემი საქმიანობას ვთქვათ, მაგ მიმართულებით არ არის მაინც და მაინც, მაგრამ შემხებლობაში არის სამისად უფრო რისერჩის ვიყენებ, უფრო მეტხელსაწყოს, როგორც არის ვიდეო გენერატორები, ფოტო გენერატორები, ხმის, აუდიო, მათ შორის, რადგან სკოლებიც ნაწილში პოდკასტები, სხვა მიმართულებით მათგება ხოლმე, საკმაოდ ბევრი მეხარჯება ამ ეტაპზე, მაგრამ მეც რო დავთვალო რეალურად რას ვიყენებ, არის ეს Anthropic, Claude, Gemini-ის ვიყენებ ხოლმე, ას კონკრეტული მიმართულებებით, ძირითადად მაინც notebook LLM, სხვა დანიშნულებით და სხვა უნდა ChatGPT-საც, აი კოდექსის ნაწილი ბოლო პერიოდში დავიწყე Claude-ის პარალელურად და საკმაოდ პრაქტიკული არის ისიც. აი პირდაპირ თანხაშიც რო ვთქვა, დაახლოებით ახლა რასაც აპირებდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ახალი მოდელი რაც გამოუშვეს, ისაც ქონდა შეზღუდული დროით 2 კვირით მოგვცეს 22 ივნისამდე გამოიყენეთო და მე გადადისო ტოკენები, ანუ მე უკვე ყიდვადი ხდება, ანუ API-ის გამოყენები ტოკენების ხარჯზე და დაახლოებით კონტექსტით ვასწრე მილიონზე იყო $50. ერთ ფანჯარაში ერთ საკომუნიკაციო ნაწილში კონკრეტული დავალების შესრულება შეიძლება დაგეხარჯოს 4-5 მილიონი მაგალითად პირობით გააჩნია სირთულეს და კომპლექსურობას. ნიშნავს რომ თითოეული დავალება, ერთი დავალება ყოველ შემთხვევაში დაგეხარჯებოდა დღეში თუნდაც შეიძლება $300-400 გააჩნია, მოკლედ რამდენ საქმეს აკეთებდნენ ერთდროულად და ეგა რეალური ღირებულება, ასე ვთქვათ, ეგეთი ტიპის ხელსაწყოებისთვის. რა პროფესიები შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ბორტს მიღმა და როდესაც ინდუსტრიული რევოლუციები ხდება როგორც წესი ერთ დამახასიათებელი თვისება ისაა რომ რაღაც პროფესიები ამოვარდება ხოლმე რა ცნობილი მოძრაობა იყო ნედლუდი ხელმძღვანელობა და ლუდიტების მოძრაობა რომლებიც დაზგებს ამტვრევდნენ გაერთიანებულ სამეფოში და ამბობდნენ რომ აი ეს დაზგები ჩვენ ცოლშვილს ლუკმაპურის გარეშე ჩვენ კი უმშევრად გვტოვებს, მაგრამ ნუ როგორც ხედავთ, დაზგებით განვითარდა ქარხნებით და ასე შემდეგ. თუმცა რა ნედლუდი აცხადებდა, განა ტყუილი იყო, მართლა მას ხდებოდა უბრალოდ შემდგომში ამ ინდუსტრიულ რევოლუციას მოყვა როგორც რაღაც პროფესიების გაქრობა, ასევე რაღაც ახალი პროფესიების აღმოცენება. თო კაცობრიობა სულ ამ ინდუსტრიული რევოლუციების რაღაც იმაში ორომტრიალში, მაგრამ იქნება თუ არა პირობითად ეს უკანასკნელი ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ რა პროფესიები შეიძლება ჩანაცვლოს. ეხავე რომ დაგუგლო, გეუბნება რომ კოდერები, ნუ პირველად იყო ხა ჯუნიორ პოზიციები რაც არის, იურისტები, ბუღალტერები, კონსულტანტები, ანალიტიკოსები და ასე ეს ყველაფერი კლერკები, სასტუმროს თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება ჩანაცვლოს. აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? შეიძლება რაღაც პროფესიები ჩანაცვლდეს ნამდვილად, სადაც არ არის მაგალითად ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რაღაცა ინფორმაციის მოძებნა, რისერჩის გაკეთება, მაგალითად აგენტს გაცრიებით უკეთ შეუძლია ვიდრე ადამიანს, რომ გაცრიებით უფრო დიდი სივრცის დაფარვა შეუძლია. ხო, უბრალოდ აი ნედლი რისერჩის გაკეთება რო გინდა, უბრალოდ რაღაც ფაქტების წამოღება საიდანაც. გაცრიებით მარტივია ამის გაკეთება ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. თუმცა მე არ მგონია რომ აუცილებლად ჩანაცვლდება ეს პროფესიები, რაღაც პროფესიები უბრალოდ გაძლიერდება. აი კოდერების შემთხვევაში, პროგრამისტების შემთხვევაში დღეს ვხედავთ პროგრამისტებს, რომლებიც პირველები არიან, რომლებსაც აითვისეს ეს ტექნოლოგია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელსაწყო უჭირავთ ამ ადამიანებს დღეს ხელში. ანუ პროგრამისტები დღეს გაძლიერებულები არიან ვიდრე მაგალითად დაჩაგრულები ამ ტექნოლოგიით, ხო? არ რა თქმა უნდა შემცირდა ჯუნიორების აყვანა სამსახურებში, პოზიციების შემცირდა, გაცრიები ჯუნიორ დეველოპერების, თუმცა ჩემი აზრით ესეც ცუდი ინდუსტრიის მხრიდან არასწორი რეაქცია არის ამაზე, იმიტომ რომ ეს ცოდნა მაინც ჭირდება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტს ჭირდება ადამიანის მართვა. ადამიანი უნდა იდგეს მის წინ, რომელსაც ესმის ასაკეთებს ხელოვნური ინტელექტი და მიდის თუ არა სწორი მიმართულებით. ჩემთვისაც მეც ვიცი, რომ ყოველ შემთხვევაში პროგრამირების დავალებას როცა ვაძლევ, ვიცი, როდის აკეთებს რაღაც არასწორად, იმიტომ რომ მე მაქვს ეს ცოდნა. თუ შენ არ გეყოლება ჯუნიორ დეველოპერები, რაღაც დროის შემდეგ აღარ გეყოლება სენიორები.
რომელსაც აღარ ეცოდინებათ როგორ ასაკეთებს AI სწორად ან არასწორად, ხო? ამიტომ ერთი რაც არის ჯევონსის პარადოქსი ვიცით რომ არსებობს, სადაც მოდელის, როცა ტექნოლოგიური ინოვაცია ხდება, რაღაცა წარმადობა იზრდება მოდელის, რაღაც ტექნოლოგიის მოთხოვნა კი არ მცირდება, პირიქით იზრდება, იმიტომ რომ ერთ ადამიანს გასწრებით მეტის გაკეთება შეუძლია. რაღაც პოზიციები ალბათ ჩანაცვლდება, მაგრამ გაჩნდება უამრავი ახალი პროფესია, რომელსაც გააძლიერებს იმდენად, რაც გაცილებით მეტი იქნება ვიდრე ინდუსტრიული რევოლუცია. გაცილებით მეტი. Ну, მაგ ჯუნიორების ნაწილზე ერთგვარი ინვესტიცია არის ხოლმე კომპანიებისთვის, რომ გამოზარდონ, ასე ვთქვა და მე ან მიდლი გახდნენ, ან სინიორებად გარდაიქმნან. ეგ ნაწილი, ასე ვთქვა, ჩაიხსნეს დიდმა კომპანიებმა, იმიტომ ხარჯი იყო ყველა ვარიანტში, მაგრამ სწორად გათვლილი ხარჯი იმისთვის, რომ მე ან სხვა პოზიციას დაიკავებდა, ან გაიზრდებოდა, განვითარდებოდა და ასე შემდეგ. ეხლა AI-მ რა შეცვალა? ცოტა განსხვავებული დამოკიდებულებებით და განსხვავებულად შეიცვალა, თუნდაც ქართული ბაზრისთვის რა. ახსენ ხარ როგორ მაგალითად ამერიკაში ან ევროპაში როცა კონკრეტული დეველოპერი მაგალითად კონკრეტულ ხელსაწყოს სწავლობდა აი ენას რასაც ეძახდა მაგალითად რავი C++ იყო ეს რაღაცა ფრონტი იყო ბექი იყო თუ ასე შემდეგ საქართველოში ძირითადად იგივე ანზღაურებას რო ემუშავათ უწევდათ ყველაფრის სწავლა და full stack დეველოპერები ერქვათ აი ეგ ტერმინოლოგიები შეიცვლება აბსოლუტურად იმიტომ რომ მე მგონია რომ ეხა უკვე აი ამ AI-მ გახადა საჭირო რომ ყველაფერს შევკავდეთ ცოტ-ცოტა ანუ ეგ არის ანუ რაღაცა პროგრამის როგორც ინჟინერი ანუ ესე შეიცვალა რომელიც მოიცავს ყველა იმ ენას ყველა იმ ცოდნას რასაც აქამდე ესე სხვანაირად უყურებდნენ ხა ამერიკაში მაგალითად რა ერთი კონკრეტული მიმართულება ჰქონდა და მარტო იმას აკეთებდნენ საქართველოში ეგეთი დეველოპერები ნაკლებად იყვნენ ყველა მაინც ცდილობდა რომ განსხვავებული მიმართულება ამ მომიჯნავე ენებიც კარგად ესწავლა რომ ეს კონტექსტუალურადაც და დასაქმების პერსპექტივაც რომ მაღალი ქონოდა და მე მგონია რომ ეგ ცოტა გავიმარტივებდა ალბათ რაღაცებს ვინც თავისოზე მარტივად გადავიდა AI-ზე და არ რაღაცა დაიწყო წინააღმდეგობაში შემოსვლა, იმიტომ რომ მეც რაღაცა community მაქვს დიზაინის მიმართულებითაც პარალელურად და იქ იყო ხოლმე რომ არა AI-ის ეგეთი პოსტერები საქართველოშიც კი ეგეთი ნაწილი იყო და დღეს ცოტა ნაკლებად ხდება ეგ, მაგრამ ცოტა მიუღებლობა მაინც აქვს რა, იმიტომ რომ ხელით ნამუშევარი უფრო უნდა დაფასდეს რაღაცა მიმართულებით, ანუ ეგეთი მიდგომარი, რაც რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ შეიძლება რომ AI-თაც კაი პროდუქტები გააკეთოთ თუ შესაბამისი გემოვნება, შესაბამისი ცოდნა გაგაჩნია. აი შენ ხელით ნაწერი ახსენე და მან როგორი ანალოგია შეიძლება მოვიყვან, რამდენი სწორი ანალოგია მაინტერესებს. ხელით წერა და კალიგრაფია, დიდი ხანი ფასობდა, მაგრამ გუტენბერგს და ბეჭდვას ვერაჯობა რა. ხო და ლოგიკური იქნება დაუშვათ, რომ აქაც ბეჭდვა მოიგებს, ანუ ტექნოლოგია და პროგრესი მოიგებს, ხო? რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, რომ აი ხელით ნამუშევარი მირჩევნია, რავი. მაგას თავისი ადგილი ყოველთვის ექნება ალბათ რა, აი მაგალითად რავი, თუნდაც ფერწერა ავიღოთ. ну არსებობს რაღაცა digital art-ი, სადაც ხელით ხატავენ და მაგას თავისი აი ბოლო პერიოდი NFT-ები იყო ძალიან ცნობილი და მაგით საკმაოდ hype-ში იყო ეგ ამბავი. რომელიც აი ესე გაქრა. გაქრა, მაგრამ დასტაბილურდა. მე მგონია იმ community ვინც ცოტა კარგად დაუმოღამა, უფრო მეტად გაერკვა მაგ ყველაფერში, ის დარჩა ეგ community, ეგ რაღაცა ადამიანებს რაოდენობა და რაც კონკრეტული საქმეების იყენებენ და ელოდებიან კიდე რაღაცას. კი, მაგრამ უყურე კალიგრაფია კი დღემდე არის ხელოვნება, პირობითად და დღემდე საწერ-კალამსაც ვიყენებთ, ხო? მაგრამ როლი მცირდება მაგის თქმანა როლი სად კალიგრაფის როლი დაუშვათ 2000 წლის წინ და სად გადამწერის როლი დღეს ხო სად ხა ეიტრატი და რავი ხო გადამწერი რა თქმა უნდა პაპირუსი და სად კომპიუტერი მაგას කියოდნენ აი კიდე ერთი კითხვა ამ კონტექსტში რას ურჩევდით ბავშვებს აი შვილს რას ურჩევდით სიტყვაზე და ანუ დღეს მართლა რაღაც მისეთ ეტაპზე ვარ გონია გარდა დიდი გარდატეხის ეტაპზე ვარ რომელიც შეიძლება ბოლომდე ვერც გვაქვს გააზრებული მათ შორის მე ენთუზიასტი ვარ ხო მე მაინტერესებს ეს სფერო და სულ კითხულობ რაღაცებს თქვენ უშუალოდ მუშაობთ მაგრამ აი ბავშვს ურჩევთ ან ბავშვის შობელს ზართულია ეგეთი წინასწარმეტყველების გაკეთება ზართულია რომელიც ბავშვს აუცილებლად მისცემს 100%-იან გარანტიას რომ რისაც გაკეთებს ეგ არის მაგრამ ერთი რაღაცები არ არის ძალიან საინტერესო და თქვი საინტერესო რომ ანუ ინჟინერებს უწევთ რომ ბევრი სხვადასხვა ცოდნა გქონდეთ ხო ეს მხოლოდ ინჟინერებს ყველას შეეხება აბსოლუტურად ნებისმიერ პოზიციაში დღეს რაც არის ვერ იქნები მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანი რომელსაც კონკრეტული ნიშა აქვს არჩეული კი სპეციალიზება შეგიძლია მაგრამ მრავალფასეტური ცოდნა უნდა ქონდეს ყველაფრის მინიმალური მაინც რომ იცოდე მართლა ამ ინსტრუმენტების ხო იმიტომ რომ არსებობს კითხვები რომელზეც უბრალოდ პასუხი
არის ხო იმიტომ რომ კითხვამდე ვერ მიხვალ, მაგრამ კითხვა არ დაგებადება თავში საერთოდ როგორ არც იცი როგორ მუშაობს ეს სისტემა. ამიტომ ერთი რაც არის მართვა უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა ისწავლონ და უნდა სცადონ ყველაფერში რომ გამოიყენონ. ანუ რას ნიშნავს ყველაფერში? მაგალითად გაქვს და ეს არის ჩემი პირადი გამოცდილებაც, იქამდე სამ ხელოვნური ინტელექტი იქნებოდა. ეს არის ცნობის მოყარეობა, ხო? ანუ ცნობის მოყარეობა არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება რომ გამოიყენო იმისთვის, რომ შენი ცოდნა და შენ მომავალში იყო ქონდეს რაღაც ადგილი საზოგადოებაში. ეს არის ინსტრუმენტების გამოყენების სწავლა და ამ ინსტრუმენტების გამოყენება ყველაფერში რაც შეიძლება რომ გამოიყენო, ხო? ხო, მე არ ვეთანხმები იმ აზრს ზოგადად რომ პროგრამირებას აზრი აღარ აქვს და მაგის სწავლას აზრი აღარ აქვს. ყოველთვის აქვს აზრი ინსტრუმენტების ცოდნას, როგორ მუშაობს რაღაც ინსტრუმენტი, თუნდაც ხელით არ წერდე მაგ კოდს. მაინც უნდა იცოდეს სინამდვილეში როგორ მუშაობს იმის უკან. და ხო, არ ვიცი. ვერ ვიტყვი სიმართლე თქვა რა უნდა გააკეთონ დღეს. ბავშვს რაც მივცემდი, ერთი არის რომ ცნობის მოყარეობა უნდა შეინარჩუნო და უბრალოდ ინსტრუმენტების გამოყენება უნდა ისწავლო. და ეს მოგცემ საშუალებას რომ ყოველთვის რელევანტური იყოს საზოგადოებაში. ან ქონდეს ადგილი. კი ბატონო, აუც შეასწავლე. ცნობის მოყარეობა ძალიან მაგარი რაღაც არის. მე აუც ყველა მშობელს ურჩევდი რომ შვილში პირველ რიგში ეგ გააჩინოს და მე მგონია რომ ყველაფერი მაგრად გამოვა რა. რაუც ეგ არის ყველაზე მეტი შიში მათ შორის ჩემი რომ ისეთი შვილი მეყოლოს ვიც არ იქნება ცნობის მოყარე. ეს ცოტა იუმორით, მაგრამ რეალურად მართლა ეგრეა რა. ანუ ერთი რომ ტექნიკასთან ჯობია რომ არ კონდეთ ნაადრევ ასაკში წვომა ალბათ. რაღაცა 1 წლის და 2 წლის ბავშვს რომ მობილს აჩიჩებენ ხოლმე და როცა ამის დრო იქნება, სწორად გამოყენება, სწორი დატვირთვით ასე ვთქვა და სწორი ინტერესების გაღვივა. ეგ არის ყველაზე მაგარი ჩვევა. მე ვსაუბრობ ძალიან პატარა ასაკში და ცოტა უფრო დასული თინეიჯერი მაგალითად რა ყველას ურჩევდი რომ ამ AI ტრენდს ასე ვთქვათ აყვეს მინიმუმ თავისი ინტერესიდან გამომდინარე ცოტა დრო მაინც დაუთმოს, იმიტომ რომ შეიძლება კაი რაღაცები აღმოაჩინოს თუნდაც თავისი კომერციული მიზნებისთვის, შემოსავლისთვის, თავისი ჰობისთვის, ბევრი დანიშნულება შეიძლება რაღაც ასაკამდე ტესტირების მომენტში გამოიყენო და მე შენ გზას და შენ ადგილს აუცილებლად იპოვო, იმიტომ რომ ამის საშუალებას იძლევა. AI-ის კრიტიკისას ხშირად აწყდები რა მომენტს, იცი რაღაც ეთიკური მხარე კრიტიკდება, რაც ჩემეთ არასწორია, გეტყვი რა კონტექსტში. აი, პირობითად ბავშვმა რომ გამოიყენოს AI საგამოცდო ნაშრომის ჩაბარებისას ან ასე შემდეგ. რატომ არ არის ეს მისასალმებელი და დადებითი კარგი? ჩემეთ მისასალმებელია, იმიტომ რომ თუ ბავშვი იყენებს კალკულატორს, თუ ბავშვი იყენებს კომპიუტერს, თუ ჩვენ ვიყენებთ ელექტროენერგიას და ასე შემდეგ, ხო პროგრესია. ხო პროგრესის ნაწილია. აქ იგულისხმება არა რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს შენს ნაცვლად დავალება, არა, დაიხმარო და ეს გააკეთო. და კიდე მსგავსი ეთიკური პრობლემა ჩნდება უკვე სტატიების და წიგნების წერის დროს. რა, უკვე არის წიგნები, რომლებიც თავიდან მომდა ხელოვნური ინტელექტის დაწერილია და სკანდალიც მოყვა ეხლა შეერთებულ შტატებში. რა აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი best კარგად გაყიდვადი წიგნი, ბესტსელერი AI-ის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ მე მან პრობლემას ვერ ხედავ და გეტყვი რა მხრივ. თუ რაღაც წიგნია, რომელიც აკითხავ მე სიამოვნებს, რა, ჩემს ხო აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს, ეს კონკრეტულად ვინ დაწერა. რა, ეხლა რო ავიღოთ ოდისეა და ილიადა, არც კი ვიცით ჰომეროსი არსებობდა, რეალური პიროვნება იყო, კრებითი რაღაცა, ესე ვთქვათ, ერთობლიობა იყო სხვა ბერძენი ავტორების, რომელიც შემდეგ შემოსიან. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ რომ წიგნი პროდუქტი სიამოვნებს, რა, შენ დიდად არ კითხულობ ის ვინ დაწერა. სტატიების წერასაც შეეხება კიდე 1-2 წუთამდე AI-ის დახმარებით, კვლევა ჩამეტარებინა რა, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. რაც თქვენი ლაპარაკით პრინციპში ანალოგიურ დასკვნამდე ვარ მისული, რომ უბრალოდ უნდა გესმონდეს ეს რას წერს, რაღაცეები შეგიძლია კონტექსტურად, აი მცირე რაღაცეები შეუსწორო, დანარჩენი ბრწყინვალე დამხმარე საშუალება, მაგრამ აი ეს ეთიკური მომენტი დგას რა, რომ აი რამდენად შეგიძლია აი AI-ის მიერ დაწერილი წიგნი, რა საწინააღმდეგო რა უნდა გქონდეთ? მე სხვა შენ პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ მე ეგ პოზიცია შემეცვალა უშუალოდ აი ნაშრომებზე რო ვილაპარაკოთ, ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი პროექტი, რაზეც მე მუშაობ ახლა არის AI-ის ჰალუცინაციები. AI-ის ახასიათებს ჰალუცინაციები. და მე კონკრეტულად დღესაც ამაზე მუშაობ, რომ აღმოაჩინო
როცა რაღაც პასუხს იღებ AI-ისგან, რაზე არის დაფუძნებული ეს პასუხი და იმ წყაროში, საიდანაც ეს ინფორმაცია წამოიღო, რეალურად ისწერია თუ არა, რაც თქვა. ეს ჰალუცინაციები ახასიათებს, რა თქმა უნდა, დაწყებითი საწყის მოდელებში უფრო მეტი იყო და შემცირდა დღეს, მაგრამ რეალურად ისევ არის ეს გამოწვევა. ჰალუცინაციები ახასიათებს AI-ს, ამიტომ მაგალითად სამეცნიერო ნაშრომში შეიძლება მოხდეს, ეს სტუდენტი ავიღოთ, რომელიც აბარებს რაღაც ნაშრომს, რომელიც დააწერენა AI-ს. რამდენიმე პრობლემა არის. ერთი, რომ როცა შენ აკეთებ შენით კვლევას, შენ ძალიან ბევრ რაღაცას აწყდები, რასაც ისე ვერ წააწყდებოდი, მაგალითად თუ გააკეთებდი ხელოვნური ინტელექტით. შენ გიწევს, რომ წაიკითხო, გაეცნო ბევრი ინფორმაციას და შენით გააკეთო დასკვნები, როცა ხელოვნური ინტელექტი გაძლევს საბოლოო შედეგს. და უკვე შენზე არის დამოკიდებული გადახვალ თუ არა იმ წყაროებზე და წაიკითხავ თუ არა იქ რა წერია სინამდვილეში. ნუ პრინციპში ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, ხო? მეორე ჰალუცინაციები მე პირადად ლექტორი რო ვიყო და სტუდენტმა ნაშრომი ჩავაბარო, სადაც რომელიც ашკარად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შედგენილი მთლიანად და ჰალუცინაცია რომ ყოფილიყო ნოლს მივცემდი შეფასებას აბსოლუტურად, იმიტომ რომ ესე იგი არა მხოლოდ შენ არ ეცადე რომ შენ გაგეკეთებინა მისულიყავი რაღაც კითხვებზე პასუხებამდე, არამედ რაც კი გადაამოწმე საერთოდ რა მოხდა იმაში, ხო? ამიტომ ეს რეალური გამოწვევა არის სინამდვილეში ჩვენ არსებობს მათ შორის კვლევები ამერიკაში, სადაც შემცირდა სადაც რეალური შედეგები აქვს სტუდენტებზე AI-ის გამოყენებას, ანუ რაღაცები აღარ იციან სტუდენტებმა. ხო, მაგრამ უბრალოდ გადამოწმება ადამიანის ვალდებულება, ეგ არის უბრალოდ შენი მთავარი ვალდებულება, ეგ ხდება. გადაამოწმო ეს რას აკეთებს. კი ბატონო, მაგრამ რეალურად სრულად თუ ამოწმებ ყველაფერს, მაშინ იგივეს გააკეთებ, ხო, იგივე ინფორმაციის გაცნობა მოგიწევს, თუ არ იცი, თუ მოდელი არ გეუბნება ეს ჰალუცინაცია თუ არა, ყველაფრის გაცნობა მოგიწევს, ხო, რა იცი რომ ეს სიმართლე რაც იქ წერია. მაგრამ ერთი არის, რომ აი ქართულად სკილების უნარების ატროფია არის რისკი, რაც შეიძლება რომ დაგემართოს, ანუ მე ვიცი კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში რომ კოდი არ დამიწერია, ხელით სადღაც 1 წელია. ეს არის კოდის წერა არის ჩვეულებრივი უნარი არის, რომელსაც სჭირდება ყოველთვის გამოყენება. თუ მე ხვალ აღარ მექნება ხელოვნური ინტელექტის ცდომა, როგორც შეიძლება ვეღარ დავწერო კოდი, ან დრო დამჭირდეს რომ დავიბრუნო ეს ცოდნა. რეგრესია არის, როგორც მე როგორც ადამიანი ინდივიდუალურად რამე შემიძლია რომ ამის გარეშე გამოვიყენო ეს. ნებისმიერი სხვა ხელსაწყო ავიღოთ, ხო? თუ შენ არ გექნება რაღაც, არ ვიცი, რაღაცა ინსტრუმენტი, შეგიძლია რაღაც მოიფიქრო რომ გამოიყენო, რაღაც სხვანაირად მოაგვარო ეს პრობლემა. ხელოვნური ინტელექტი რეალურად უნარების ატროფიას იწვევს. ხო, მაგრამ ეგრეთ თეორიულად ხო შემიძლია მეც გედავო, რომ კალკულატორი იწვევს გამოთვლის უნარის ატროფიას. შეიძლება რომ რამდენად შეიძლება რომ კალკულატორი არის ერთი ხელსაწყო დეტერმინისტული ხელსაწყო არის, რომელსაც ყოველთვის სწორ შედეგს გეუბნება, ყოველთვის სწორია კალკულატორი, ხო? AI არ არის დეტერმინისტული, AI არის 10ჯერ სხვა რაღაც კითხვა, 10ჯერ სხვა პასუხს გაძლევს. ხო, სხვა შორის მათემატიკაზე ახლა კალკულატორს შევეხეთ, ძალიან ბევრი პროფესორი, მათემატიკოსები მოკლედ გძალავენ და ეს პეტიცია შექმნეს, რომ აუგზავნოთ AI. ყოველ შემთხვევაში მათემატიკის ფუნქცია შევზღუდოთო რა, ეგ ნაწილი არის. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი წინსვლები აქვს ამ AI-ის მიმართულებით, სხვა სხვა მეცნიერებებში. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად განათლებაში გამოყენების პრობლემას მე არ ვხედავ. რაც გიო მახსენა, მაგაში რა თქმა უნდა არის ლოგიკა და ძალიან ისეთი კარგი არგუმენტები იყო აქ მოყვანილი. უბრალოდ რატომ არ ვხედავ გეტყვით ახლა ზუსტად. განათლების მიდგომები განიცდიან ევოლუციას, ვითარდებიან. ჯერ არ ვიცით ეს არსებული განათლების სისტემა რაც გვაქვს და მიდგომები, რამდენად შეეცავება იმ სტანდარტებს, სადაც AI გვთავაზობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოყენება თუნდაც კალკულატორის მაგალითიც მათ შორის, მაშინ იყო ხოლმე ჩემს ბავშვობაში, რომ აი რაღაცა, იმიტომ არ გვაყენებდნენ გამოცდებს ეს თუნდაც კალკულატორს, რომ გვეუბნებოდნენ, რომ აი სულ ხო არ გიხება კალკულატორი. დღეს გვაქვს მობილური სახით და არა მხოლოდ კალკულატორი, ბევრად მეტი რაღაცის მიღება შეგვიძლია, მაგრამ ერთი რომ ტვინის ვარჯიში აუცილებელია, მაგაში აი 100%-იანი, ანუ ჩვენ შეგვიძლია AI გამოვიყენოთ თუნდაც სტატიის ან წიგნის წერაში, მაგრამ ჩვენი ჩართულობა, ჩვენი შეფასებაც, მათ შორის გადამოწმება ამ ყველაფერს აი მაქსიმალურ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ ის ხარვეზები, ჰალუცინაციები თუ ამ შემდეგ მაქსიმალურად გამორიცხოთ. ეგ რა თქმა უნდა ართულებს პროცესს, მაშინ იტყვი რომ ბარემ მე გავაკეთებ თქო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თუნდაც ეგ რისერჩის ნაწილში ხა
რომ დაიწყო რაღაც კარგი სამაგისტრო ნაშრომის კვლევა მათ შორის, დაიწყო ინფორმაციების მოძიება, ხელით რო ეძებო ინტერნეტ სივრცეში, ბევრად მეტი დრო დაგჭირდება, ვიდრე AI-ს დაავალო, რომ მომიძიე ამ თემაზე რაღაც სამეცნიერო სტატიები, მე ამ სამეცნიერო სტატიებს შენ გადაავლო თვალი, შეგიძლია რომ შეჯამებები გააკეთებინო და ესე მარტივად ანუ ნახევარი საქმე ამ კუთხით მე მგონია რომ ყველაზე ოპტიმალური ამბავი არის ის, რომ იმის მაგივად რომ მაგალითად თავიდან ბოლომდე გააკეთო, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა ხალხი ვინ სტატიებსაც AI იწერეს და ხალხი რომელიც სტატიას AI კითხულობს, ანუ რაღაცა 2-3 გვერდიანი AI ჩაუგდებენ და მოკლე ორ აბზაციანი თუ რაღაცა ორ ხაზიანი შეჯამებას რაზეა საუბარი მოკლედ და აი ესია რა საბოლოო ჯამში არავინ აღრებს არ იღებს. ხო შეგვიძლია როგორც რაღაც პატარა მინი რისერჩების გაკეთება შეგვიძლია ერთი მთლიანისთვის და მიმართულება რომ მოგწეს უბრალოდ წაიკითხო და მე შეაჯამო. რა წარმოგიდგენთ AI ჰალუცინაციები და რა მას შესახებ და ადამიანის უკრატესობები რა არის ჯერჯერობით AI-ს და ჰალუცინაციები მარტივად რა ვთქვათ რა არის ხელოვნური ინტელექტი როგორ მუშაობს ხო არის ძალიან პრიმიტიულად რომ ძალიან მარტივად ვთქვა არის შემდეგი სიტყვების პრედიქტორი არის. ანუ უბრალოდ იცის წინადების ამ სიტყვის ამ წინადების კონტექსტში რა შეიძლება იყოს შემდეგი წინადება. ეს არის ძალიან პრიმიტიულად რომ ავხსნათ რა არის AI. მესამედად და არის არადეტერმინისტული სისტემა. ანუ შეიძლება რომ მოდელის მუშაობამ გამოიწვიოს ის, რომ მოდელმა თქვას, რომ შემდეგი წინადება არის სრული სისულელე. რაღაცა გამოიგონოს უბრალოდ რაღაცა ინფორმაცია. როგორ აგვარებენ ამ პრობლემას, მაგალითად არსებული მოდელები, მათ აქვს წვდომა ინტერნეტზე და Google-ზე, მაგალითად საძიებო სისტემაზე წვდომა აქვს, როცა შენ ეკითხები რაღაც ფაქტობრივი ინფორმაციაზე კითხვას როცა უსვამ, მიდიან ინტერნეტში ეძებენ, იღებენ წყაროებიდან კითხულობენ რაღაც ინფორმაციას და შემდეგ ამაზე დაყრდნობით აკეთებენ აი ამ პრედიქციას, ხო, შემდეგი სიტყვების. თუმცა ეს არის 100%-იანი გარანტია აქ არ გაქვს, იმიტომ რომ ყველა მოდელს აქვს თავისი შეზღუდული კონტექსტის პანჯარა. კონტექსტის პანჯარა არის რამდენად შეიძლება რომ ყურადღება მიაქციოს კონკრეტულ სიტყვებს, რაც წაიკითხა და ეს არის შეზღუდული, ხო? ანუ შეიძლება წაიკითხოს ერთმა მოდელმა 10 გვერდი ტექსტი, შეიძლება წაიკითხოს ერთმა მეორემ 100 გვერდი, მაგრამ არის შეზღუდული. და შენზე არის ამ დამოკიდებული იმაზე თუ როგორ მოიძია ინფორმაცია, რა წყაროები წაიკითხა. ანუ წარმოვიდგინე მაგალითად, რომ რაღაც გეოპოლიტიკურ საკითხზე კითხვა დაუსვი მოდელს და წავიდა და რაღაც რუსული დეზინფორმაცია წაიკითხა. შეიძლება ეს მოხდეს კონტექსტის პანჯარაში, შეიძლება დასწავლის დროს შეიძლება მოხდეს ეს კონტექსტის პანჯარაში და ამაზე ესეთი პასუხი გაქცეს მოდელმა, ხო? ადამიანსაც შეეხება, ჰალუცინაცია მოკლედ არის რაღაც ხელოვნური ინტელექტი იგონებს რაღაცას არსაიდან. იმიტომ რომ უბრალოდ თავის მოდელში ეს იყო ყველაზე მაღალი ალბათობის შემდეგი წინადადება. ადამიანს რაც აქვს დღეს არის ის, რომ კონტექსტის პანჯარა გვაქვს ჩვენ გაცილებით უფრო დიდი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მეხსიერება, ხელოვნური ინტელექტს არ აქვს მეხსიერება. ხელოვნური ინტელექტი ყოველ ჯერზე როცა შენ იწყებ რაღაც ახალ მოდელთან ან მოდელთან საუბარს როცა იწყებ ნოლიდან იწყება. ის არის რაღაცა სისტემა, რომელსაც აქვს ამნეზია მუდმივად. ადამიანს ეს არ აქვს. ადამიანს შეუძლია რომ გაცილებით უფრო მეტი გაცილებით კომპლექსურ სისტემებზე იფიქროს ერთდროულად და თავში ჩაიდოს რაღაც მეხსიერება, რომელიც გამოადგება მომავალში. ხელოვნურ ინტელექტს დღეს ეს არ აქვს ყოველ შემთხვევაში. თუ კონტექსტის პანჯარა გაიზრდება ამ მოდელების, შეიძლება რომ პოტენციურად მათაც მისცე ასეთი კომპლექსური დავალებები, სადაც თლიან მსოფლიოს ჩაიტევენ ერთ საუბარში და მეხსიერებაც ექნებათ, მაგრამ ეს რეალურად დღეს ისევ გამოწვევა არსებობს. არსებობს სისტემები, რომელიც ამ მეხსიერების პრობლემას აგვარებენ, მაგრამ რო ახსნა როგორ მუშაობს ეს სისტემები, ანუ ეს მემორიის სისტემები როგორ მუშაობს, რაღაცებს უბრალოდ მოდელები იმახსოვრებენ რაღაც წინადებებს და ამ ფაილში იმახსოვრებენ და ამ ფაილს კითხულობენ შემდეგ მომავალში, რაც ბევრი სისულელე შეიძლება მოხდეს მაგ მეხსიერებაში. ხო, ადამიანს შეუძლია რომ ეს მეხსიერება გაფილტროს და გამოიყენოს მხოლოდ რელევანტური ინფორმაცია. ხელოვნურ ინტელექტს დღეს ეს არ შეუძლია. იგივე დანიშნულებით ვარ, როცა ხედავ ხომ ლიმინტი იწურება ფანჯრის, ვეუბნები რომ მოკლე შეჯამება გამიკეთე ერთი გვერდი, მომეცე ამის რაღაცა რა სადამდე მივედის, რა გასაგრძელებელი, რაღაც დავალებები და მე მეორე ფანჯარაში ვაგზელებ ხოლმე. ეგ რა თქმა უნდა ძალიან სწორი არის, მაგრამ ეგეც ვითარდება. რეალურად ეგ გამოწვევა არის უფრო ტექნოლოგიური. აი სერვერები, ფასი, მათ შორის და აი შემდეგ ეგ ნაწილი ვითარდება, ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს ამაზე, რომ ეს სერვერული ნაწილი გაძლიერდეს და ეს ტექნოლოგიური განვითარება, ეხლა ეს პარკი წარადგინა Nvidia-მ, ახალი ტექნოლოგია, რომელიც AI ჩიპია თავიდან ბოლომდე და ინოვაციურად რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით იგივეა, რაც Apple-ის ჩიპი თავის დროზე.
მაგრამ ბევრად მძლავრიო იძახიან და ვნახოთ რა იქნება საბოლოო ჯამში და ამის გარდა კიდე ეს quantum computing-ის მიმართულებაც კიდე ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს ამაზე ცალკე და ეგ რა გავლენას მოახდენს AI-ის განვითარებაში, ეგ კიდე ცალკე საინტერესოა. მან რო დავაზუსტოთ hardware-ის პრობლემა რაც არის, ოღონდ აი რომ შევადაროთ რას ცნობილი სურათია ნანახი გექნებათ როგორ გამოიყურებოდა 256 მეგაბაიტი ინფორმაცია ადრე რა 50-60 წლის წინანდელი სურათია რაღაც შენობაა რა ერთიანი დიდი შენობაა ხო ანუ შემდგომში რა მოხდა ხო სულ უფრო დაპატარავდა მოცულობა იმისა რაზეც შეგვიძლია დავოდიოთ უზარმაზარი ინფორმაცია ხო ტერაბაიტი შეგვიძლია დაატიო ამ რაღაცას ხო ჩხილზე. შემდგომ ბატარეების მოცულობა რაც არის როგორც მოხდა ტელეფონებში, მანქანებში და ასე შემდეგ რა ეს მიმართულებაც ჯერჯერობით ვითარდება. ამიტომ რა hardware-ის რა პრობლემები აქვს ახლა ხელოვნურ ინტელექტზე რაც დაიწყე შეგიობთ შემოწმება. ხო, hard-ი მართალია ერთი გამოწვევა არის hardware-ი, ანუ უშუალოდ hardware-ის გამოწვევა არის, მაგრამ hardware-ი ენერგია მარტო hardware-ი ენერგია არის. მარტო hardware-ი არ არის. ანუ თვითონ დიდი ენის მოდელებს აქვთ ეგ დიდი ენის მოდელების თვითონ როგორც მუშაობს და რაზეც არის დაყრდნობილი, ანუ კვლევასაც დაიწყო არის attention is all you need Google-ის მკვლევარების. თვითონ ტექნოლოგიაში არის რეალური პრობლემები, რომელსაც მხოლოდ hardware-ის მიყრით ვერ მოაგვარებ. ამიტომ ესეც რეალურად გამოწვევა არის, თუმცა hardware-ი ძალიან დიდი გამოწვევა არის, ენერგია არის ძალიან დიდი გამოწვევა. ეხლა დღეს რაც იდება რეალურად უკვე 2026-ში არის გათვლილი 2 ტრილიონზე მეტი ჩაიდება დაიხარჯება ხელოვნურ ინტელექტში მსოფლიოს მასშტაბით და ამის უდიდესი ნაწილი არის დატა ცენტრები. ეს არის ენერგია, ანუ ინფრასტრუქტურაზე იხარჯება ყველაზე დიდი თანხები დღეს. და ეს კიდე გაიზრდება შემდგომ წელს არ მახსოვს ციფრი, თუმცა მგონი 4 ტრილიონამდე არის ჯამში, რაც იქნება 2027-ისთვის. ეს არის მოლოდინი. ეს რეალური პრობლემა არის, იმიტომ რომ დღეს უკვე არის ან დომინანტობა ამ სივრცეში განისაზღვრება ამით გაქვს თუ არა წვდომა მოდელზე, გაქვს თუ არა გამოთვლილი ძალები იმისთვის, რომ ეს მოდელები ამუშაო. გაქვს თუ არა ენერგია საერთოდ. და ასევე რა თქმა უნდა არის პრობლემები hardware-ში, რასაც იწვევს ეს ხელოვნური ინტელექტი არის, რომ ბევრ hardware-ზე წვდომა ადამიანს აღარ აქვს. ბიზნესებს მაგალითად აღარ აქვს წვდომა, სერვერების ფასები გაზრდილი არის თითქმის ყველაფერზე. ასევე მობილურების ფასები მაგალითად არის სერიოზული ნაკლებობა ჩიპების, ჩიპებზე არის ჩიპების პრობლემა არის სერიოზული, ოპერატიული მეხსიერების პრობლემა არის, სადაც ბევრი მწარმოებელი, რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას აწარმოებს და საერთოდ აღარ აწარმოებს საცალო მომხმარებელზე თავის ჩიპებს და მთლიანად გადართული არიან სერვერებზე, სერვერის უზრუნველყოფაზე, იმიტომ რომ ნაკიდი აქვთ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს შემდეგი 2 წლის მარაგები მთლიანად და ინდუსტრია ვერ ეწევა ამას. ვერ ეწევა, არ იზრდება მათ შორის წარმოება ამ ჩიპების, იგივე არის შენარჩუნებული, იმიტომ რომ ბევრს ეშინია, რომ შეიძლება რომ ხელოვნური ინტელექტის ბუშტი გასკდეს, რაც გამოიწვევს მათ გაქრობა საერთოდ ბაზრიდან, ამიტომ ფრთხილად იქცევიან. ხო, ბევრი გამოწვევა გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა არის ენერგო გამოწვევა და დატა ცენტრები. ამის მოგვარების გარეშე, ხო, ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა დღეს. ცდილობს საქართველოს სხვადასხვა ტექნოლოგიური გიგანტი შემოიყვანოს ადამიანი, რომელიც საინტერესო გამოცდილებას გააზიარებს და ქონდა საუბარი NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერთ-ერთთან და რეგიონულ წარმომადგენელთან მათ შორის და იმიტომ რომ სხვა რეგიონებში ჩადიან, სომხეთში მაგალითად რაც სამიტებში იღებენ მონაწილეობა, ჩვენს რაღაც ეგეთი მიზანი ქონდა საბოლოო ჯამში და ცოტათი გაეღიმა საქართველოში დავპატიჟეთ, იმიტომ რომ ჯერ გითხრა რომ ჯერო დატა ცენტრი გააკეთეთო და მე შეგვიძლია ვისაუბროთო მაგ ამბავზე. მოკლედ, დატა ცენტრების მნიშვნელობა ძალიან მასშტაბური არის, იმიტომ რომ ამ სისტემას გარდა მემორის შენახვისა და დამუშავების სიჩქარეც ჭირდება და ეს სიჩქარეც ტექნოლოგიაზე არის დამოკიდებული, აი quantum computing-ი მაგალითად ვახსენე, რომ მას შეუძლია შედარებით უფრო სწრაფად დაამუშავოს რაღაცეები, რასაც ჩვეულებრივი კომპიუტერები რაღაც 2-3 დღე მაინც მოუნდებიან. SSD-ების ფასებზე ჩემი პატარა მაგალითი მაქვს, რომ იანვარში ვიყიდე ერთ-ერთი SSD, რაღაც 4 ტერაბაიტიანი.
ჩვეულებრივი საყოფო ცხოვრება მოხმარებისთვის პირობითად და რაშიც გადავიხადე დაახლოებით $300. იგივე SSD დღეს $1020 ღირს. ანუ დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. საკმაოდ დიდი რიცხვი არის და ეს რაღაცა tech enthusiasts რომლებიც რაღაცა სახლის პირობებში რაღაცებს აკეთებდნენ და ჭირდებოდათ კარგი კომპიუტერს გეიმერები ავიღოთ. ძალიან გაუძვირებთ მომავალ წლებში ალბათ აი ამ ტექნიკას თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, რომ რაღაცა კომპანიამ კიდე ინოვაცია არ შემოიტანა, რომ ეს ამ ფასების დაბალანსება გამოიწვიოს. აქციებიც იზრდება ამ კომპანიების, იმიტომ რომ ძვირდება ფასი, მეტი შემოსავალი აქვს და ბუნებრივია, რომ ეხლა ამას ჩაეჭიდებიან მაქსიმალურად და ჩიპების წარმოებას იმიტომ არ წარმოებენ, რომ არ უნდათ რომ გაიაფთეს რა. ანუ ეხლა უფრო მეტად ყიდიან, რომ ხო, გეიმერები ყველაზე პირველები იყვნენ, რომელსაც დაარტყა, მაგრამ კიდე ტელეფონები იქნება, ლეპტოპები იქნება, თუნდაც ჩვეულებრივი ტექნიკა, სახლის ტექნიკაც კი რაღაც ეგეთი სიტუაცია შეიძლება გაიჩნდეს. ნუ ჯერ არ იყიდო მოდი. მაცივარიც რო იყო, მაცივარშიც არის კომპონენტები, რომლებიც ფასებიც გაზრდილი არის, ხო, ანუ ყველაფერს ეხება აბსოლუტურად. რამდენად ცნობიერი შეიძლება გახდეს ხელოვნური ინტელექტი, ან რამდენად დამოუკიდებელი და რამდენად, მოდი ესე თქვა, ადამიანური. რა? მაგაზია. ისტორიები, მაგალითად, კლობის გათიშვა რო სცადეს კი, არ გამთიშვა და რა. რო შანტაჟი დაუწყო ტიპს რა. ხო. ეგეთ რაღაცები ყველას აქვს ხოლმე, რატო აქვს ცოტა საინტერესო გიორგი უფრო კარგად მოგვიყვება, მაგრამ ეს ცნობიერი არის, რაზეც საუბრობენ სულ ეს AGI-ს სახიან. ერთ-ერთი პირველი ფორმა არის ამ ცნობიერის და მაგას ელოდება ყველა, რომ აი რაღაც მალე იქნება და რაღაც სხვა წლებს ასახელებენ ხოლმე, იცახიან, რომ აი 20-30 წელი იქნება ეგ პერიოდი, როცა ვიტყვით, რომ აი ცნობიერს მიუახლოვდით, ან გვაქვს უკვე. ბევრი კომპანია იძახის, რომ აი უკვე გვაქვს უბრალოდ სხვა ფორმით პირობითად, ან ზოგის რაღაცა ფაუნდერი იძახის, რომ საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი არის ეგ და არ ვიცი, აი ცოტა დილემები არის ხომ. ეხლა ანთროპიკის ფაუნდერი იყო და შევანელოთო მეგობრებო, ძალიან შორს გავიჭერითო, ძალკე ანუ ეუნებოდა რომ გაჩერდი, შენ აღარ გამითარდე. ხო და მაგასაც თავის მიზეზები აქვს, რომ ანუ არ მოველოდითო ესე ჩქარი გამითარ, ანუ არ ვართო მზათო ზოგადად სოფლიოზია საუბარი, ესეც სწრაფი დისთვის ამ მიმართულებით. პირობითად რა შეიძლება შეადარო, იცი AI-ის ესე სწრაფი განვითარება, აი კაშხალში რო ჩდება ბზარი, ხო, ბზარის გაჩენა არის ხშირად გადამწყვეტი მომენტი რა, მე ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან კაშხალი ჩამოინგრევა. შეიძლება რაღაც. აქ მე მგონია რომ უფრო აი ერთი მხარე ვითარდება მარტო აი ეს ტექნოლოგიური უნარების AI რასაც გვაძლევს და მეორე მხარე რომელიც აი კიბერუსაფრთხოება არის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ეგ შეიძლება ისე ვერ ეწევა. რა თქმა უნდა ეს ამ AI-ის გამოყენება კიბერუსაფრთხოებაში შეიძლება, მაგრამ მე მგონია რომ ისე ვერ ეწევა როგორც საჭირო არის და ეგ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ესეთი ტიპის მოწოდებები არის ხოლმე ხშირად. ხო, გაჩნდეთ ცნობიერი, არ ვიცი, არ დეფინიცია ცნობიერის. ხო, ეგეც საინტერესოა. რას გულისხმობ? აი რა არის ადამიანური მომენტი? პირობითად ტყუილის თქმა, იუმორი, ხუმრობის. ყველაფერი შეუძლია უკვე. ხო, დამოუკიდებელი თქვათ აზროვნება, ან თავის გაცნობიერება შეიძლება, ინდივიდის გაცნობიერება. აქ იყო ხოლმე ინდიკატორი, ეს ალან ტურინგის ტესტი რაც არის, რა, ხო, ტურინგის ტესტი. კი, ეგ ძალიან დიდი ხანია უკვე მაგას ჩვეულებრივად აბარებენ. ანუ ეხლა რაღაცნაირად საჭირო ახალი ტესტი შეიქმნას, ახალი ლოგიკით, რომ აი ვიტყვით, რომ აი ამ ტესტს თუ ჩააბარებს, ესე იგი ეგ არის უკვე შექმნილია. ტურინგის ტესტი თხოვნით ეგ უკვე მოგვარებული პრობლემა იყო, ანუ ყოველთვის ანუ გოლფოსტები რაც არის ამის რომ რა არის ეს ცნობი, ყოველთვის იწევა, ხო, ანუ რაღაც ახალი გამოდის და გადავწიეთ. არა, ეხლა ეს არის რაც გვეთქვის რომ ეს ცნობიერია. ზოგადად არ ვიცი, რადგან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ეს ცნობიერება, არ ვიცი, იმიტომ რომ თუ იგივეს გაძლევს რასაც ადამიანის ტვინი შეუძლია რომ მოქცეს, ხო, შედეგი თუ იგივეა, რა მნიშვნელობა აქვს რეალურად ცნობიერი არის თუ არა. ანუ უფრო მეტად პრაქტიკულ დონეზე რო ვთქვათ რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ხო? მე არ მგონია რომ ეს რაც ჩვენ გვაქვს დღეს დიდი ენის მოდელები ოდესმე ცნობიერი გახდება, იმიტომ რომ თვითონ სისტემა არის, თვითონ როგორც მუშაობს ეს მოდელები, მასში არ არსებობს ცნობიერება. უბრალოდ თუ იმიტაცია არის ცნობიერების იმდენად კარგი, რომ იგივე შედეგი მაქვს რაც ცნობიერებას რეალურს, რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება ანუ თუ შეიძლება მივიღოთ სისტემა ახალი ტიპის მოდელები შევიმუშაოთ, რომელიც უფრო ახლოს მიგვიყვანს AGI-სთან, ანუ Artificial General Intelligence-თან, ანუ ზოგად ინტელექტთან, ეს არ არის ზოგადი ინტელექტი. რაც ალბათ უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს იქნება ნამდვილად ცნობიერი სისტემა. თუმცა ჯერ მანდ არ ვართ. დიდი ენის მოდელები დღეს ჯერჯერობით ჩემი აზრით მათ ცნობიერება არ აქვთ. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მაგალითად თუ ჩართავთ
ეგრეთ წოდებულ thinkings, ან ფიქრის რეჟიმს თუ ჩართავთ და ნახავთ, რას ფიქრობს მოდელი, როგორ ფიქრობს. ნახავთ, რომ ეს არ არის ცნობიერი სისტემა. ძალიან ხშირად იკარგება ხოლმე ისეთ მარტივ რაღაცებში, რაც ადამიანი არ დაიკარგება. ანუ აი ეს თავის ფიქრის პროცესში ეს არ გავს ადამიანის ფიქრს. და მეორე, რა თქმა უნდა, ჰალუცინაციაც არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ ეს არ არის სრულად ცნობიერი სისტემა, თუ შენ შეიძლება გქონიათ ხოლმე ეს შემთხვევა, როცა მოდელი აგენერირებს ტექსტს და უცებ ჩინური სიმბოლო შეურია სადღაც, ან შეიძლება რუსული სიმბოლო შეურია. უცნაურად, როცა საერთოდ არ ჯდება, ხო, საერთოდ კონტექსტში, ხო? ეს არის მანიშნებელი სიგნალია იმის, რომ ეს არის შემდეგი სიტყვის პრედიქტორია. ეს არ ფიქრობს რეალურად, უბრალოდ კარგად შეუძლია იმიტაცია გააკეთოს ფიქრის. ხო, არ ვიცი. შეიძლება AGI-სთან მივიდეთ, უბრალოდ თუ AGI-მდე მივედით, გასწრებით მეტი პრობლემა გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. კერძოდ მოდი ნახოთ რა არის, ანუ დიდი ხელოვნური ზოგადი ინტელექტი არის მართლა სისტემა, რომელსაც სრულად ავტონომიური შეიძლება იყოს. შეიძლება მას არ ექნება ისეთი მახასიათებლები, ისეთი პრობლემები, რაც აქვს დიდი ენის მოდელებს. მას შეუძლია რომ გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, ისწავლოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ძალიან გავს ღმერთს. ხო, რაღაც დითის გავს, რომელსაც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი შეუძლია, მის მოკლა შეუძლებელია. და ხო, რეალურად რო ავიღოთ თუნდაც მაგალითად დიდი ზოგადი ინტელექტი რო ავიღოთ და რომ მიცოთ დავალება რომ მოაგვარეს სიღარიბე მსოფლიოში. რა ვიცით რომ ეს ადამიანების განახევრებით არ ხო, განახევრებით არ ეგ ის თავარი დილებაა სამეცნიერო ფანტასტიკას რაც უდევს ხოლმე წინ. ხო. მად არ ვართ. ყოველ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ რაღაც ფილოსოფიური რაც ფიქრი არის, რაც შეიძლება მომავალი როგორი შეიძლება, მან არ ვართ შეჯერებული ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, ეხლა მინდა გადავიდე რობოტიკის ნაწილზე, რა. შენ ნაწილი უფრო პირობითად რა. თუ გახსოვთ თქვენ ტერმინატორის მოქმედება რომელ წელს იწყება? 2000 რაღაც. ჯეიმს კემერონის ტერმინატორი. 2029. რას ველით რობოტიკისაგან რა შენ რობოტიც ყავს ასწავლი უბრალოდ არის რობოტები რომლებიც პირობითად რაღაც დილივერის მიმართულებით არის რობოტები ხა უკრაინაში კი პირდაპირ ადამიანის განადგურებაზეა ევაკუაციაზეა სამედიცინო რობოტებია და არის Ubiteki, რომელიც უშვებს ჰუმანოიდებს პრაქტიკულად. ხო, რავი, რაც Westworld-ში გვინახავს, ცნობილ სერიალში ან სხვა ფილმებში, ამისგან დიდად შეიძლება არ განსხვავდება. რამდენად ადამიანური რობოტებია თან, ხო, აი რო აკვირდები, უკვე გეშინია რა, რაღაც ეტაპზე. აი 5 წელს მე ვერ განასხვავებ. რა? ეხლა მაგის ფილმზე გამახსენეთ და იმაზე მე რობოტი, I am robot არის მოქმედება ხდება 2025 წელს. ანუ არც ეგ არის შორი, თითქოს კარგად გაცვლილი ამბავია ეს სცენარი. რაც შეეხება რობოტების შიზე, მე მგონია რომ რობოტი საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს, თუ ის AI ისე არ გამვითარდება როგორც წერალ გიორგი მისაუბრა. რობოტის შიდა სისტემა თავიდან ბოლომდე არის პროგრამული ნაწილი. ჯერჯერობით რობოტები იმიტომ არ არიან დახვეწილები, იმიტომ რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჰარდვერის ნაწილში ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ყველაფერი გვაქვს, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მექანიკური ნაწილებიც აბსოლუტურად თითები, აუცი სხვა სხეულის ნაწილი იგივე მოქნილობის შეიძლება გავხადოთ როგორც ადამიანურია, აქ თავარი სირთულე არის ეს პროგრამული ნაწილი, ამდენად კარგად დამუშავებული კოდი იქნება და შემდეგ აი გადაწყვეტილების მიღების ნაწილშიც ეხლა ჩვენ გვიწევს ამ ეტაპზე რომ ჩვენ რომ გავსაზღვროთ სცენარები, კონკრეტულად მოქმედებები როგორ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გადადგას ნაბიჯი, მაგალითად კიბეზე ასვლას ვასწავლით როგორ. ვაძლევთ კიბეს და აქედან ვზომავთ, მაგალითად პირველი საფეხური მეორე საფეხურთან მიმართებაში რამდენი სანტიმეტრით დახრილი არის, რამდენი სანტიმეტრით სიმაღლეზეა და ამ შემდეგ. ჩვენ ვასწავლით კონკრეტული კიბეზე ასვლას, მაგრამ მეორე კიბე რომ მიუტანოთ სადაც საფეხურის ზომა იქნება 10 სანტიმეტრით მეტი ან ნაკლები, იმაზე ვეღარავა, ხო? აი ეგ არის მთელი ამბავი, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გამართული იქნება ეს სისტემა, software-ის მხარე, AGI ან სხვა ტიპის AI, ის რა თქმა უნდა ამას გამოცვლის, რომ ამას უკვე ნასწავლია კიბეზე ასვლა, იცის მთავარი მექანიკა რაც არის ფეხზე თუ ნაწიოს, რაც მოეჭიდოს
დაიანგარიშებს და იმას ავტომატურად ექნება იმის უნარი, რომ სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფორმის კიბეზე ან სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებზე ავიდეს. ჩვენ ამისთვის ახლა დღეს ვჭირდება, რომ ერთი თვის განმავლობაში ან რაღაც კონკრეტული კვირების განმავლობაში სიმულატორში ბევრი ესეთი ტიპის ვარიაციების შევქმნა სხვადასხვა რელიეფზე, სხვადასხვა ფორმის ან ზომის კიბეებზე და იქ ვასწავლოთ ამაზე რაღაც კონკრეტული ქმედება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რობოტებს რაც შეეხება, რობოტები, რა თქმა უნდა, ეს უამრავი სახეობის არსებობს, რა ვიცი, აუზის წმენდავი რობოტით დამთავრებული, გაზონის კრეჭით გაგრძელებული, ჰუმანოიდები რობოტების ხაზი კიდე ცალკე არის და ამ ჰუმანოიდებშიც, რა თქმა უნდა, გამოირჩევა. არსებობს Kia, ანუ Healthcare რობოტები ცალკე არის, ჰუმანოიდურიც არა, ჰუმანოიდურიც არსებობს ასევე ისეთი რობოტები, რომლებიც მაგალითად მოხუცებს უწევენ პარტნიორობას, აი ბევრი ფორმით არის, მაგალითად ძაღლი, შეიძლება ძაღლის ყოლა უნდა ვიღაცას, მაგრამ ალერგია აქვს და შეიძლება რობოტი ძაღლი ყავდეს, რომელიც იგივე რომ მოეფერები კუზგაგიცინებს, საყვარელი თვალებით შემოხედავს. რაღაცა იმ რაღაცებს დაიკმაყოფილებ, იმიტომ რომ ადამიანები მაინც აი ამ სოციალურმა ქსელებმა თუ აშენდა, განსაკუთრებით იზოლირებული გახადა, რაღაცა მარტოობის შეგრძნების ნაწილი ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს აქვს უფრო ვიდრე მაგალითად წინა წლებში ქონდა ხოლმე ეს რაღაც მაჩვენებელი იზრდება და აი ამ ნაწილში შემოდის ეს რობოტები. მათ შორის სექს რობოტები, ლაოსენსი და კიდე სხვა რობოტები. ეგეც ამ ნაწილის გაგრძელებაა, ხო? ბევრ ადამიანს შეიძლება არ უადვილდება კომუნიკაცია რეალურ ადამიანებთან და გაუადვილდეს რობოტთან. ეხლა რობოტს რა კომუნიკაცია უნდა, რასაც ეტყვი და რასაც ჩასძახებ, იმას აბუქცახებს და გააკეთებს და მსგავსი ფორმით, ასე ვთქვათ, იმ სურვილებს მიიღებენ, რასაც მაგალითად რეალურ ცხოვრებაში რეალურ ადამიანებთან ვერ იღებენ ხოლმე. რა პრობლემაცაა ერთ-ერთი დავშადარ რა უპირატესობად საქმე ადამიანს არის დექსტერიტი, რა თითები. თითების მოქნილობა, თითების მოტორიკა, პატარა ბავშვი, ხო, პატარა ბავშვი თითების მოტორიკა არ აქვს კარგად განვითარებული, ტვინი ვერ ვითარდება რა, იმდან ხარ დამოკიდებული. და იმდან დიდი უპირატესობაა შენი თითები, რაც ვერ ვაფასებთ ადამიანებთან, შეიძლება არც ვიცით, მაგრამ ეგ ხშირად სახელდება და ეგ მომენტი აღარ არის. აღარ არსებობს, კი. რეალურად აი ის მასშტაბი რო წარმოიდგინო 100-ჯერ მეტი კომპანია არსებობს, რომელიც მხოლოდ ხელზე მუშაობს, ვიდრე ჰუმანოიდ რობოტებზე მთლიანად. ანუ ბევრად მეტი კომპანია ამზადებს ამ ხელებს და ის პრობლემა საერთოდ არ არის. მაგალითად, აქ მთელი ამბავი ხო შეხების ნაწილი, რომ რაღაც ძალიან არ მოუჭირო კვერცხს პირობითად, მაგით ტესტავენ ხოლმე და შოუებში მაგას გვაჩვენებენ ხოლმე, რომ აი კვერცხი აიღე, გატეხე, ომლეტი მომამზადე. ეგ ერთ შეხედვით შეიძლება მარტივი ადამიანისთვის, მაგრამ ხა რობოტში გადატანა ეგ რომ კვერცხი არის ფაქიზი რაღაცა, ხო? ფაქის რაღაცას ისე უნდა მოუკიდო ხელი, რომ არ გაგისრიალდეს, თან არ უნდა დაამტრიო. ანუ ეგ მოცემულობა უკვე შესრულებულია, ეგ დავალება ძალიან დიდი ხნის წინ არის შესული. შესაბამისად, ეგ ნაწილიც გვაქვს. მეორე ნაწილი არის ძალა. რა ძალა უნდა ქონდეს, მაგალითად ადამიანს შეუძლია რომ რაღაცა შურუპი ან რაღაცა მოუჭიროს რაღაც კონკრეტული ძალით, ან მოუშვას პირობითად. ეგეც მაგასაც თავისუფლად ასრულებს, ხო? მესამე ნაწილი არის აი სიზუსტის ნაწილი, ქირურგი რობოტები ვახსენეთ ჩვენ სანამ ჩაწერა დაიწყებოდა, იმიტომ რომ ადამიან ქირურგიასაც ხო გააჩნია, რომ ხელი არ უნდა გიკანკალებდეს, რაღაც მთელი ამბავი არის აქ და რამდენად ზუსტი უნდა იყოს და ამასაც უკვე თავისუფლად ასრულებს, იმიტომ რომ აი ეს ქირურგი რობოტები, რომელიც ხა ძალიან ცნობილი გახდა და უკვე ბევრ სხვა კლინიკაში, ცნობილი კლინიკაში მათ შორის საქართველოშიც როგორც ვიცი უკვე პრაქტიკაში არის, შეიძლება რომ რაღაცა სხვა ქვეყნიდან დისტანციურად სპეციალური ხელთათმანის მეშვეობით ჩაატარო ოპერაცია, ანუ არის რობოტი, რომელსაც იგივე ტიპის მექანიკა აქვს, შენ ხელთათმანი გიკეთია და მართავ ამით. ანუ იმ რობოტს თუ შეუძლია შენი ხელის მექანიკის გამეორება ისე ზუსტად როგორც შენ აკეთებს, შესაბამისად იმ რობოტს შეუძლია შენი შესრულებული საქმის გამეორება დამოუკიდებელთაც, მას რომ ინტელექტი გააჩნდეს. საინტერესო კითხვა არის, მაგალითად თუ ამბობთ, თუ როცა რადგან ცნობიერებაზე ვლაპარაკობდით, სექს რობოტების ნაწილში ეთიკური პრობლემებიც შეიძლება გაგვიჩნდეს, თუ ჩვენ ამბობთ, რომ დღეს არის იმის ალბათობა, რომ ეს არის ცნობიერი სისტემა, ხელოვნური ინტელექტი, მაშინ გვაქვს რეალური ეთიკური პრობლემა, რომ შეგვიძლიათ რომ გამოიყენოთ ეს რობოტები ამ მიზნებით. მას თუ თავისი ის ექნება, ხო, ემოცია რაღაცა. ან ეს შეუძლია რომ ტკივილი იგრძნოს ან ემოცია განიცადოს. მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, უფლება უნდა გქონდეს თუ არა მაგ სისტემას. ეგრე თუ განავრცე, პირობითად თუ თავის ცნობიერება აქვს საკუთარი ინტერესის გათვალისწინება შეუძლია რადიაციულ ობიექტზე ისე ვერ გაუშვებ თავის თანხმობის გარეშე, როგორც ადამიანს. ხო, ადამიანებით უნდა მოეპყრა. აქ ამიტომ Cyberpunk-ში მივდივართ, მაგრამ Blade Runner-ში რაც არის, პირველ Blade Runner-ში ძალიან ცნობილი სცენა რა, რომ სადგადის ზღვარი. ხო, ანუ Rutger Hauer-ის და Harrison Ford-ის
სცენა, აი რომელია იქ რობოტი და რომელია და მე უკვე მართლა შერაცახსენ ეს იმდენად შორს წაგიყვანს, ხო თუ თავის ცნობიერება აქვს უკვე ვეღარ უდგები როგორც ინსტრუმენტი, ხა ძაღლი ახსენ რომელიც კულს აგეცნებს, თუ კი ემოციური ბმა გიჩნდება ძაღლზე რომელიც კულს იქიცინებს, ხო მე შემცაც ალბათ იკარგება, ხო ზღვარი ეს არის რაღაც კიბერნეტიკული ორგანიზმი თუ არა. ხო, შენი ქმედება ყოველ შემთხვევაში თუ ისე შეიყვარე, როგორც რეალურ შეიყვარებდი, რავი, იგივენაირი იქნება, მას რომ რაღაც დაემართოს, ხო, რაღაც ემოციურად ყოველ შემთხვევაში იგივენაირად, მაგრამ ეგ მგონია არასწორი. ანუ ეგრე უნდა შევხედოთ რობოტებს და ზოგადად ამ ტექნოლოგიას, მაქსიმალურად უნდა შევხედოთ როგორც რაღაცა ნივთი პირობითად და ხო, აუცილებლად. ხელოვნური ინტელექტი აქვს. და თუ ამბობთ რომ მაინც მგონია რომ ეგ რაღაცა ემოციური კავშირები არ უნდა გავაბათ. მან ემოციური ინტელექტი თუ უჩნდება, იმიტომ ადამიანის ინტელექტის ნაწილი რა არის, ემოციური ინტელექტი, ემპათიის უნარი და ასე შემდეგ. თეორიულად, მოდი ესე ვთქვათ, თეორიულად მსგავს განვითარებას ვერ გამორიცხა, უბრალოდ ძალიან ფანტასტიკური. არა, ეგეც თუ გავუშვათ, მაშინ ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანის განვითარებული ვერსიაა და მაშინ ჩვენი ადგილი სადღა არის. ხო. მაგიტო ანუ ალბათ არის დღეს კომფორტული პოზიცია ის რომ თქვათ, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ცნობიერება. კომფორტული პოზიცია. ალბათ სიმართლეს ნახოს, რასაც ამბობსო, ცოტა შევჩერდეთ ხალხნო, შეიძლება არც თუ ისალო. დაივამოდე ის შემთხვევაში მე არ მგონია რომ ზოგადად ვინც პროდუქტს ყიდის იმას ნაკლებად უნდა უსმინო, როცა გეუბნება რომ შეაჩერეთ რაღაცის კეთება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავაკეთეთ. სერიოზული გაცვარი ბიზნესი ხო, ანუ მე რაღაცა გავაკეთე, შენ გეუბნები რომ შენ აღარ განვითარდე, იმიტომ შენზე წინ ვიყო და შენ ჩუმა თუ განვითარდები, მე საუბრობად განვითარდები, ისევ დაგეწიო რა. ანუ ყაში რაღაც ბევრ მარილთან ერთად უნდა მოვიხმაროთ ესეთი განცხადებები. ჩემი ეს განცხადებები ზოგადად არ იმუშავებს, იმიტომ რომ ვერ შეაჩერებ ტექნოლოგიას. ხო, ვერ შეაჩერებ. აი, ისეთ რაღაცა ვეღარ შეაჩერებ, პირიქით შეგიძლია მაქსიმუმ რაც შეგიძლია აყვე და არ ჩამორჩი. მიყვე ამ მატარებელს. ხო, მატარებელი რო აღოთ, მატარებელი რაც გაჩნდა და შემოვიდა. მან მაქსიმუმ შეგიძლია ლიან დაგიდაგეკო რა, შეგიძლია დაგეიგნორებინა, მაგრამ როდემდე რა, შენ შეგიძლია დააიგნორო პროგრესი, მაგრამ პროგრესი არ დაგაიგნორებს. ან შენ ლოკალურად თუ შეზღუდავ, მაგალითად, აშშ-ში თუ შეზღუდავ განვითარებას, კი დომინანტი გახდები შენ, ერთი კომპანია გახდება დომინანტი ამ ტექნოლოგიის, მაგრამ ჩინეთი არ გაჩერდება, სხვა ქვეყნები არ გაჩერდებიან, ხო? შენ ჩინეთზე წერდი ამ ბოლო დღეებში და რა კონტაქტში მაგიკითხო, არ მარტო ამერიკის და ჩინეთის და გეოპოლიტიკურ კონტაქტში, Palantiris CEO-ს დიდი კომპანია, Palantir ალექს კარპის მანიფესტი გამოვიდა რა და არც თუ ისე დაფარულია ეგრეთ წოდებული რაღაც ტექნოლოგიური რესპუბლიკების შექმნის იდეა რა. პირობითად რო ავიღოთ კარპის გარდა პიტერ ტილი შეგვიძლია ეგრეთ ტიპად ჩავთვალოთ ანდრულის დამფუძნებელი პალმერლა იდეოლოგისტები ხო ანუ ილონ მასკი ხო მარტო PayPal მაფია კი არა ეგრეთ წოდებული რა სხვა ტიპებიც რომლებიც დარწმუნებული არიან რომ მომავალი არის რაღაც ტექნოკრატიული უფრო რა რომ ის ხალხი უნდა მართავდეს სახელმწიფოებს რომლებიც ტექნოლოგიურად პროგრესულები არიან და მზად არიან ამისთვის და მე ის დაახლოებით მაგონებს მე-19 საუკუნეში რაც იყო მთელი ეს იმპერიალიზმი იდგა ერთ მცნებაზე ეგრეთ წოდებული white man's burden თეთრი ადამიანის ტვირთი რომ აი სხვები უნდა გავაცივილუროთ რაშიც იყო ლოგიკა მაგრამ ამ ბევრი ცუდი რაღაცა გამოიწვია რეალობაში რა და აი როგორ წარმოგიდგენთ რამდენად რეალური ეჩვენება ეგეთი მომავალიც საკმაოდ რეალურია და გვაქვს ზუსტი მტკიცებულება გვაქვს ამის როცა აშშ-მ პენტაგონმა როცა სთხოვა დახმარება ანთროპიკის პასუხში თუ ჩავეხედებით რა იყო პრობლემა რატომაც უთხრეს რომ არ დაგეხმარებითო მაგიდასთან სკამი გვინდაო ანუ ჩვენ იქ უნდა ვიყოთ როცა ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ან თუ როცა მოდელი გადაწყვეტს რომ ვიღაც უნდა გაანადგუროს ჩვენ გვინდა რომ მანდ ვიყოთ ორი შეხედულება შეიძლება გქონდეს ანთროპიკმა მოითხოვა კი ორი აზრი შეიძლება გქონდეს ამაზე ერთი არის რომ არ სჯერათ თავის მოდელების საკმარისად იმისთვის რომ ისინი შეცდომას არ დაუშვებენ რაც მისაღებია მაგრამ არ არის ასევე გამოსარიცხი მეორე სადაც ანთროპიკის უნდა რომ იყოს ან ამოდეის შემთხვევაში უნდა რომ იყოს ადამიანი რომელსაც შეუძლია მსოფლიოს წესრიგის
განსაზღვრა, მომავლის განსაზღვრა, ხო? მას უნდა რომ იყოს არარჩეული ადამიანი, რომელიც ხმარავის არ მიუცია, რომელიც გადაწყვეტს როგორ იქნება მსოფლიო. ამიტომ რეალურად კი ასე არის, ძალიან გავს ეს ტექნოკრატიას, ანუ სურვილს ყოველ შემთხვევაში რომ იყოს ესეთი ტექნოკრატია მსოფლიოში და არის ასევე დამატებითი გამოწვევა, სადაც რაც მოხდა ბოლო მოდელის შემთხვევაში, სადაც მათ აუგრძალეს აშშ-ის ხელის მთავრობამ ააგრძალა სინამდვილეში, მაგრამ ანთროპიკის ხელთ არსებული მოდელი იქამდე თვითონ ანთროპიკის თავისი შიდა წესების მიხედვით ვრცელდებოდა სხვა კომპანიებში. მე მაგალითად არ შემეძლო ამ მოდელზე წვდომის მიღება, მაგრამ რაღაც კომპანია იყო, რომელსაც შეეძლო. სადაც ისინი იყენებდნენ მაგალითად უსაფრთხოებისთვის და სხვა მიზნებისთვის, მე არ შემეძლო იგივეს გაკეთება და ბევრ სხვა ორგანიზაციასაც. ასეთი ტიპის შეზღუდვები გააჩენს რაღაც კლასტერს ადამიანების, რომელსაც აქვს წვდომა ტექნოლოგიაზე და რომელსაც არა. და აი ჩინეთი რადგან ახსენე, ხო? ბევრი კრიტიკა მიიღო ჩინეთთან დაკავშირებით, რადგან მგონია რომ ჩინეთი არის საპირწონე ძალა ამის, ამ ტექნოკრატიის. საპირწონე ძალა არის ჩინეთი, იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ ჩინეთი კი ავტორიტარული სახელმწიფო არის და კი, რა თქმა უნდა, ბევრი პოტენციური რისკია, თუ შევაფასოთ კონტექსტში, რას აკეთებს დღეს ჩინეთი და რას აკეთებს დღეს დასავლური კომპანიები ქმნიან დახურულ მოდელებს, რომლებიც წვდომის შეზღუდვა შეუძლიათ ნებისმიერ დროს. ერთ წუთში უბრალოდ რაღაცა სვიჩი არის, რომელსაც გათიშავ და წვდომა დაეკარგება ყველას, ხო? ეს არის ერთი. და მეორე საპირწონე ძალა ამის, რასაც უპირისპირდება აი ამ პოტენციური ტექნოკრატიას, არის ჩინური მოდელები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მაგალითად, შენ თუ დღეს შეგიძლია ინვესტიცია განახორციელო და დატა ცენტრი ააშენო საქართველოში პირობითად, სადაც გაქვს საკმარის წარმადობა და ჩიპები გაქვს, შეგიძლია რომ ჩინური მოდელი აიღო, ღია მოდელი აიღო და მაგ დატა ცენტრში განათავსო და საერთოდ არ გჭირდება არც ჩინეთი, არც ამერიკა, არც არაფერი არ გჭირდება. შენ იქნები, ანუ სუვერენული AI გექნება, რომელიც არ წავა არსად საქართველოს ფარგლებს გარეთ. და ეს იქნება მათ შორის ჩემი აზრით მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ექნება ამას მომავალში გეოპოლიტიკურად, ვის ექნება შესაძლებლობა რომელ ქვეყანას რომ კონდეს წვდომა თავისი წესებით ხელოვნურ ინტელექტთან. თუ შენ დამოკიდებული იქნები, თუნდაც ევროპას აქვს დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა, რადგან ევროპაში არ არის ყოველ შემთხვევაში ისეთი მძლავრი მოდელები, რომელიც არის ამერიკაში ან ჩინეთში, ევროპას დღეს რეალური გამოწვევა აქვს, სადაც თუ ისინი ვერ შეძლებენ რომ სუვერენული AI ხელსაწყოები შექმნან თავის საზღვრებში, დამოკიდებულები იქნებიან ან ამერიკაზე, რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერ მომენტში გაითიშოს წვდომა, ან ჩინეთზე, რომელიც გამოიყენებს შენს ინფორმაციას შენივე მართვისთვის. იმიტომ რომ მოდელის დასწავლა შეიძლება იმისთვის რომ მოგატყუოს, ხო? შეიძლება მაგალითად რო ვკითხოთ ჩინურ მოდელს რა მოხდა ტიანმენის მოედანზე, გეტყვის რომ არც არაფერი არ მომხდარა. თუ კითხავ რომ როგორია ჩინეთის ხელისუფლება, გეტყვის რომ ძალიან კარგია და ანგელოზები არიან, ხო? ანუ რეალურად ყველა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი და ფაქტორი იმის თუ რამდენად ძლიერი თვითონ სახელმწიფო არის, რამდენად შეუძლია რომ სხვაზე დამოკიდებული არ იყოს ინტელექტისთვის. იმიტომ რომ ინტელექტი გახდა რეალურად რესურსი, რომელიც ადამიანზე მიბმული აღარ არის დღეს. არის კომპიუტერზე მიბმული. კი ბატონო, და კვანტური კომპიუტერებით შემოვიდა მე ნახე გრიალი, არა? აი ხაც რო უყურეთ ხომ აი ტრამპის რაღაცა კონკრეტული დახურული სადილები რო არის ხომ იქ რა ვიცი სხვა ფაუნდერები დიდი ტექ კომპანიების მის გვერდით ჩამწკრივებულები არიან და ფაქტობრივად რა ვიცი ხა ერთ შეხედვით შეიძლება ესე იურიდიულად არა, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან დიდი ძალა აქვს თითოეულ ამ კომპანიის წარმომადგენელს. ეცი სოფლიოს ყავს თავის პირველი ტრილიონერი. ზოგადად სოფლიოში ყოველთვის იყვნენ რაღაც ძალიან მდიდარი ადამიანები. ნუ რომის იმპერიაში ეგეთი იყო მარკუს ლიცინიუს კრასუსი. მე იყო მეგეთი მალის იმპერიის მართველი მანსა მუსა, რომელიც რო წავიდა მუსლიმი იყო და ჰაჯზე მოსავალსად რო წავიდა მექაში, იმდენი ოქრო დახარჯა გზად ეგვიპტეში, რომ ინფლაცია გამოიწვია, რომელიც 30 წელიწადი გრძელდებოდა რა, იმდენ ბევრი ოქრო დატო აკლემების ქარავანი წაიღო ოქრო, გზადაგზა ეხარჯა რა, მაგრამ იმდროინდელი მსოფლიოში მაინც შენი ფულის გავლენა მეტნაკლებად შემოსაზღვრული იყო გეოგრაფიით. რა, მას ამუსა ვერაფრით ვერ ჩავიდოდა პერუში. ხო? ამ
პერუდან ვიღაც ინკა ვერ ჩავიდოდა აფრიკაში, ძალიან გაუძნელდებოდა ყოველ შემთხვევაში. დღეს რაც არის, ან მასკს შეუძლია თავისი ფულის პროექცირება ყველა ქვეყანაში მოახდინოს, რა. კი. სიმდიდრის დაგროვება, სწრაფი დაგროვება და თან ეს სიმდიდრე აკუმულირდება ისევ ყველაზე ულტრა მდიდრების რიცხვში. აქ პირობითად რა ვიყოთ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად საერთოდ არც ფიგურირებს რა საქართველოს მთლიანი ეკონომიკის ხელა თანხებს ეს ტიპები შეიძლება საათში კარგავენ. შეიძლება გარეშეც საათში კარგავენ, მაგრამ ასე მდიდრდებიან შესაბამისად ფული უდრის ძალაუფლებას და მასკს პირობითად შეუძლია მართლა სულ 20-მდე ქვეყანა, რომელსაც რომის კაპიტალიზაცია აღემატება მასკის კაპიტალს ამ მომენტისთვის რა, მეტი კი არა. ასე რომ არა გამორიცხული. ქართულ კონტექსტზე მინდა გავჩერდეთ გადაცემის ბოლოს რა დაბრკოლებები არსებობს ამასაც მოდეს ჩამოყალიბოთ. აი რა გიშლის მაგალითად შენ ხელს რომ უფრო წარმატებული იყო შენ ბიზნესში რა უშლის თქვა საქართველოს ხელს რომ აი მატარებელს მოახდეს ეს ტექნიკური პროგრესი. ერთი პრობლემა რაც გვაქვს არის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ყველაზე დიდი რეალური პრობლემა არის რაც მართ უქმნის პრობლემებს ადამიანებს რომ იმოგზაურონ მარტივად, აშშ-ს მაგალითი რომ მოვიღოთ ვიზების აღება გასწრებით გართულა, თუ გინდა დასწრება და თუ გინდა ჩახვიდე ამერიკაში და შეხვედრა გამართო რომელიმე ხელოვნური ინტელექტის კომპანიასთან, მოგიწევს რომ მინიმუმ $15,000 გადაიხადო უბრალოდ როგორც დროებით ცესხი აშშ-ს ხელისუფლებისთვის, ხო? იმისთვის რომ წახვიდე უბრალოდ ერთჯერადად. ეს ერთი, მეორე ასევე საუბარი არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. რაც ასევე ხელშეგვიშლის რომ ეს კავშირები დავამყაროთ ადამიანებთან და მარტივად შევძლოთ ამ კავშირების შედეგად მარტივად შევძლოთ რაღაც ინოვაციები შემოვიდეთ ქვეყანაში, ხო? ეს აფერხებს ასევე. და თქვენც ახსენეთ რომ შეხვედრები გქონდათ ინვიდიასთანაც მათ შორის და არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მათ შორის უარს ამბობენ ასეთი ტექნოლოგიური გიგანტები რომ ჩვენთან ინვესტიცია ჩადონ. ესეც რეალური პრობლემა არის. როცა ვხედავთ მაგალითად რომ სომხეთში არის გახსნილი, ანუ სომხეთში ინვიდია აკეთებს ინვესტიციას ჩვენს გვერდით და დატა-ცენტრების აშენებაზე არის საუბარი, როცა ჩვენთან ახლოსაც კი არ ვართ ამასთან, ხო? მე მგონი ახლოს ვართ, ყოველ შემთხვევაში მთავრობა აპირებს გაკეთებას, მაგრამ მასშტაბი იმდენად განსხვავებულია. მათ შორის ამერიკის მთავრობის პირადი ტრამპმა თქვა, მე მგონი რომ ძალიან დიდ ინვესტიციას აპირებენ ზოგადად სომხეთში ჩადონ ამ მიმართულებით ტექნოლოგიურად განვითარების მიმართულებით და NVIDIA-ს support-ით, მხარდაჭერაც სომხეთის მიმართ ძალიან მაგარია. მე მაგ ნაწილს ჩავეძიე და ერთ-ერთი სტარტაპერების ინიციატივით გაკეთდა ეგ რაღაცა პოლიტიკური ჩარევა რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო მაგ ყველაფერში, მაგრამ ჩვეულებრივი სტარტაპერების, ადგილობრივი სტარტაპერების ინიციატივით და მე მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, NVIDIA-ს მხარდაჭერით გაკეთდა ეგ ამბავი და კიდევ ალბათ ბევრი გაკეთდება. ეგ ნაწილიაც გიომ ჩამოთვალა თუნდაც სავიზო ნაწილში და ასე ვთქვათ პოლიტიკური ვითარება ზოგადად ევროპის და გლობალურ ასპარეზზე ჯამში ხა სანდოების ნაწილსაც დის ვაჭრობა იქნება ეს თუ ას კონკრეტული დიდი პროექტის წარმოება სხვადასხვა ტიპის შეთანხმება გამოცდილების გაზიარება წეგან ვახსენეთ რომ ას კონკრეტული ცოდნა იქნება რომელიც გარკვეული ჯგუფებისთვის იქნება და მაგის წარმოდგენაც კი რომ ეგეთი სიტუაცია თუ მოხდა ჩვენ სად ვიქნებით ანუ ვიქნებით თუ არა ანუ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რომ მაქსიმალურად ვეცადოთ იმ მაგიდაზე მოვხვდეთ, რომელიც შემდეგ 10 წელიწადში რაღაცებს გააწყვეტა სოფლიოში, ან ძალიან ახლო წრეში ვიყოთ მაგიდის. აი გარი ალბათ ნებისმიერ ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარების მე ძალიან ცოტას ვერკოვი და არ შემიძლია ზუსტი პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ ტექნოლოგიურად როგორც გიომაც და მეც ავახსენეთ, ძალიან გართულდება ალბათ აი ფინანსური ნაწილით რო შევეხოთ მაგასაც ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრია ჩემი აზრით შემდეგაც უახლოს 5-10 წლის ეტაპზე აი ეს გრადაცია ხალხის ფინანსური კეთილდღეობა თუნდაც ხო არსებობს რაღაცა ღარიბი საშუალო და მდიდარი ფენა იქნება რადიკალურად განსხვავებული, იქნება ღარიბი და იქნება რადიკალურად დიდარი ადამიანები, იმიტომ რომ ის ტექნოლოგია, ვისაც გააჩნია, თუნდაც რობოტები, AI და ამ შემდეგ შეუძლიათ აბსოლუტურად ყველა საქმე შეასრულონ, მაშინ სად არის ადამიანის როლი?
ეგ არის მთავარი კითხვა, რასაც მე ვეკითხები ხოლმე და იქ რაღაცა დროებით ნაწილებში ვხედავ, რომ აი AI ჯერ არ შეუძლია ადამიანის გარეშე გარკვეული რაღაცების შესრულება, რობოტს არ შეუძლია მაინც ადამიანის დახმარების გარეშე რაღაცების კეთება. ახლა მე რო ვატრენინგებ ხოლმე და მე ავტომატურად გავუშვებ, მაინც ჭირდება ერთი ადამიანი, ვინც ამას მეთვალყურებას გაუწევს, ხო? ეგეც არის ალბათ დროის ამბავი და როგორც კი ეგ შეიცვლება, მე რა ხდება, ეგ არის ხოლმე მთავარი კითხვა, რასაც მე ვეკითხები საკუთარ თავს პირველ რიგში და მე რა ჩემს გარშემო ადამიანებს, ვისაც ასე თუ ისე მეტნაკლებად ესმით ან ფიქრობენ ამ საკითხზე. და ერთ კიდე დავამატებ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასევე სანქციებთანაც დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ წარმოვიდგინოთ რეალობა, სადაც ეს Anthropic-ის და OpenAI-ის მოდელები ამერიკა გადაწყვეტს, რომ არ მისცეს სტომა მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ სანქცირებულ ქვეყნებში, მაგალითად. ან ამერიკისადმი არაკეთილგანწყობილი. არაკეთილგანწყობილი, კი. ზოგადად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ესეთი პერიოდია ახლა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდში ვართ ახლა. თუ ჩვენ ჩამოვრჩით ამ ტექნოლოგიურ ინოვაციას, ან სტომა შეგვეზღუდა ამ ტექნოლოგიურ ინოვაციაზე, ის პრობლემები, რაც დღეს გვაქვს, იქნება 10 წელიწადში არაფერი ამასთან რაც გვექნება 10 წელიწადში არაფერი იქნება დღევანდელი პრობლემები იმასთან შედარებით. და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც ერთი მხარე, მეორე მხარე არ აქვს მნიშვნელობა. არა, ამას ზუსტად ერთ კონტექსტში განვიხილავ. არანაირი მხარეების კონტექსტში უბრალოდ ამას მხარე აღარ აქვს. პრობლემა იმაშია, რომ მხარე რომელსაც დღეს ჩვენთან ძალაუფლება აქვს, აი ძალიან დიდია ჩვენ ვეპარებო, რომ ამათ საერთოდ ესმით რა ხდება. მე პირადად როგორ აღვიქვა მიცი ირგული სოფლიოში რაც ხდება, ჩვენი პრობლემები დღევანდელი არაფერი არა, ზუსტად რაც შევთქვი, 10 წელიწადში რაც იქნება იმასთან და აქ ყველანი ერთად ვიქნებით იმ 10 წლის შემდგომ საქართველოში. კი და ჩვენ ყველანი დღეს ახლა ვწყვეთ, სად ვიქნებით 10 წელიწადში და აუცილებელია მათ შორის კომპეტენტური ლიდერშიპის გარეშე, კომპეტენტური მართვის გარეშე, თუნდაც აი ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია რაცა და ძირითადი როგორ გითხრა, პრინციპი რაცა ხშირად წარმატებული ეკონომიკების 10-ამდე რას მუშაობს, რა? ხო, შეეშვი, ნუ ჩაერევი, მაგრამ ამის თავისუფლებაც არ აქვს დღეს. რა თორე პირადად ბოლო კითხვა რო იყოს, აი სომხეთის IT სფეროს რამით ჩამორჩებით, შეიძლება ითქვას, ცოდნით ყოველ შემთხვევაში არა, ან იმ წინსწრება გვაქვს ყოველ შემთხვევაში გასცევით მეტი ქონდა კი. ასე დიდი ხანია რა ჩვენ ტექნოლოგიად განვითარებულები ვართ, ვიდრე სომხეთი ახლახანს არც დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ამაში ინვესტირება, ხო, ეს ახალი სისტემა არის სომხეთში, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ხანი უკვე 20 წელიწადზე მეტია გვაქვს ეს სისტემა, ხო, საიდანაც მივიდივართ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ფორა ამ სივრცეში უბრალოდ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება გვაფერხებს ამაში. ერთი არის რომ ჩემი აზრით ხელისუფლებაში მყოფი პატარა ადამიანები ვერ საზღვრავენ იმას, თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე, ვერ იაზრებენ ამას და თამაშობენ ისევ პოლიტიკურ თამაშებს, რომლებიც 5 წელიწადში ალბათ აღარ იქნება საერთოდ რეალური, სხვანაირ პოლიტიკურ თამაშებს შევხედავთ მომავალში და ისევ საუბრობთ რაღაც მარტივად რაღაც პრიმიტიულ პოლიტიკურ თამაშებს უყურებთ მაგალითად ხელისუფლების მხრიდან, ხო? რომ ყავს ადამიანები ციხეში შეიძლება ჩავსვათ, ვაკეთებთ მონიტორინგის სააგენტოს Facebook post scroll-ის და კინების და ასე შემდეგ და ასევე ვთამაშობთ რაღაც თამაშებს დასავლეთთან, ხო? ანუ ესენი ჩვენ გვაქვს ჩვენ გვავართ გარდამტეხ პერიოდში, ეხლა ვართ გარდამტეხ პერიოდში, სადაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ მივიღოთ სანქციები, არავითარ შემთხვევაში არავის მხრიდან. ამერიკის მხრიდან თუ მივიღოთ სანქციები, წარმოგიდგენთ, რამდენი ადამიანი შეეზღუდება წვდომა პოტენციურად საქართველოში ამ მოდელებზე. და თუ ვინმეს ეშინია მაგალითად, რომ ჩინეთზე დამოკიდებული გავხდებით, პირველი რაც ჩინეთზე დამოკიდებულს გავხდის, იქნება დასავლური სანქციები ჩვენზე. აი მარტივ რაღაცას დავამატებ უბრალოდ მაგ სანქციების ამბავს რა. ხელმისაწვდომობა ეხაც კი არ გვაქვს ყველაფერზე, აბსოლუტურად. აი Google-ს აქვს რაღაც კონკრეტული პროდუქტები, რომელსაც იმ ქვეყნების ჩამონათვალში ჩვენ არ ვართ. ეგ იმიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბი ზომაა შემდეგ რა. მაგრამ ამის გარდა აი თუ გახსენდება თქვენ, ძალიან დიდი ის ხმაური იყო და ძალიან ესეთი პოზიტიური ხმაური, როცა Apple Pay და Google Pay შემოვიდა. ეგეც რამდენიმე წლის დაგვიანებით ჩვენ ქვეყანაში. ანუ ქვეყანას უნდა ყავდეს ერთი სამსახური დეპარტამენტი, მინისტრია,
სამინისტრო, რომლებიც ამ ტექნოლოგიურ განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ რაღაცა სირთულეებს მოაგვარებს და მინიმუმ ისეთ სწრაფ კომუნიკაციაში იქნება, რომ მაგალითად, რა ვიცი, აი Adobe არის ეგეთი გრაფიკული პროგრამირების, ისა გრაფიკული დიზაინის ხელსაწყოების ნაკრები და თურქეთში თუ 11 ლარი ღირს და ინდოეთში 5 ლარი, ჩვენთან ღირს 65 ლარი. ანუ ელემენტარული კომუნიკაციების ნაწილი არის, რომ ვიღაცა უნდა ელაპარაკებოდეს ესეთ დიდ ტექ ხელსაწყოების შემქმნელებს, თუნდაც AI და ამ შემდეგ, რომ მაქსიმალურად გაამარტივოს. ეხლა ინდოეთში იყო, მე მგონი ყველა უნივერსიტეტი და კოლეჯი ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT უფასოდ აძლევს. ანუ აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტში და სკოლაში უფასო იქნება ChatGPT-ის გამოყენება. ეგ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სტიმული და რაღაცა ის არის, რა ქვია, ბერკეტი არის იმისთვის, რომ ის თაობა, ის კონკრეტული ადამიანების გარკვეული წრე განვითარდეს, მიეჩვიოს ამ ხელსაწყოებს, ამის გამოყენებას და მე შესაბამისად ამ პროდუქტ შექმნიან, შესაბამისად გამოიყენებენ ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენ მსგავსი ტიპის რაღაცეები არ ვიცი, შეიძლება არის, არ არის, ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში არ გვაქვს და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. იგივე რობოტიკა ავიღოთ, ხო? მთელი მსოფლიო ან აგერ ჩვენი სამეზობლო, ახლო სამეზობლო მათ შორის დრონების და სხვა ტიპის ტექნოლოგიებს აწარმოებენ, რომელსაც ისე ქვეყნის დაცვისთვის ის მეორე მხარე ან კომერცია და საკმაოდ ბევრს ყიდიან, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც მსგავს ტიპის ტექნოლოგიას ძალიან მარტივად გააკეთებს. ანუ ეხლა რო არსებობდეს ქარხანა, რომელიც დრონებს ან სხვა ტიპის ტექნოლოგიას ამზადებს, ჩვენ გვეყოლება უამრავი დასაქმებული ადამიანი, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი ბაზა. სამწუხაროდ მაგ ბაზის დიდი ნაწილი რაღაც პერიოდი ჩერდება, ზოგი სხვა საქმეს იღებს და ჰობის ზონაზე იტოვებს მაგ ნაწილს, ან ქვეყნიდან მიდის ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთშიც კი მეტი პოტენციალი არსებობს მაგ მიმართულების განვითარების, თუნდაც საკუთარი თავის, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში, როცა ამის ყველანაირი საჭიროება და რესურსი გვაქვს, აგერ ჩინეთთან გვაქვს რაღაცა თავისუფალი ვაჭრობა, ახლოს არის, ნებისმიერ პროდუქტს შეიძლება გამოიწერო, ჩამოიტანო, აქ დაამზადო, სხვა სახე და ფორმა მიცე და მე რეალიზაცია მოახდინო მაგ ყველაფრის. ხო, აი, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ამ რაღაცებში უნდა იხარჯებოდეს მაქსიმუმ ჩვენი რესურსები, მთავრობის რესურსებით განვითარების და ბიზნესის, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე და ჯერჯერობით მაინც გასართობი გონია და ეს გართობა ხვალ რეალურ პროდუქტად გადაიქცევა და თუ ეხა არ ჩადებული ის შენთვის ხვალა შეიძლება იყოს ერთ კვირაში ან ერთ წელიწადში ან საერთოდ არ იყოს. შესაბამისად ამ ტიპის ინვესტიციები უნდა გაიზარდოს აუცილებლად და ის სომხეთის ნაწილი ძალიან მიხარია ჩვენი სამეზობლოა და ზოგადად თუ ის კარგი განვითარებული სამეზობლო გვეყოლება იქნებ ჩვენც რაღაცნაირად გვეშველოს, მაგრამ საბოლოო ჯამში საწყენი ეგ არის ხოლმე გულსასაწყვეტი, რომ ჩვენთანაც გვყავს ენთუზიასტები და არა მხოლოდ ენთუზიასტები, ძალიან მაგარი ადამიანები, ვისაც რეალურად შეუძლიათ საკმაოდ მაგარი პროდუქტები შექმნა. მაგრამ საკმაოდ ბევრი მიზეზით ჩამოვთვალეთ, ეხლა რის გამოც არ ხდება ეგ ამბავი. ნუ ერთი კიდე, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა ჩვენთან დაიწყონ უფრო გაცილებით უფრო აქტიური გამოყენება ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ მე ამჯერა რომ ზოგადად ხელისუფლებას სახელმწიფო შეუძლია რომ ასეთი ან არსებულს ან რომელიც შეებოდეს მე რომ გქონდეს ხელისუფლება შეეძლოს რომ ასეთი ტიპის ინოვაციები განავითაროს, ერთი ყველაზე მთავარი რაც იქნება მომავალში დრაივერი ამ ყველაფრის არის რამდენად დიდი არის ხელოვნური ინტელექტის adoption, ანუ რამდენად იყენებენ ადაპტაცია თავის ბიზნესებში. ეს ერთი არის რომ აუცილებლად დაგჭირდება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ამის გარეშე შენ კონკურენციას ვეღარ გაუწევ სოფლიო მასშტაბით მათ ვისაც ეს adoption გაკეთებული აქვს და მეორე გაცილებით რთული იქნება ხელისუფლებისთვისაც მომავალში, რომ ითამაშოს თამაშები ისეთი, რომელიც შენ კონკრეტულად შენ ბიზნესში დაგაზარალებს, ან წვდომა შეგიზღუდავს რესურსზე, რომელსაც ქვია ინტელექტი, რომელიც აღარ არის ადამიანზე მიღებული. ეს არის ერთი, რასაც ვხედავ ჩვენთვის არის გადარჩენის შანსი ამ სივრცეში არის, რომ ბიზნესებმა აქტიურად დაიწყონ ამ მოდელების გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მათ შორის გააკეთონ ძალიან აქტიური ლობირა, იმისთვის რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს ყველასთან, ყველა ქვეყანასთან, რომელიც გვაწვდის ამ ინტელექტს. ამის გარეშე ჩვენ ჩამოვრჩებით და შეიძლება ეს ჩამორჩენა ისეთი იყოს, რომ ვერ შევდოთ ამ მოსვლა აქედან ვერასდროს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ საუბრობთ ხელოვნური ინტელექტისა და ასე შაპოლიტიკური კოდი გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა. მადლობა.